მოგესალმებით, შემდეგი პოდკასტი, რომელშიც საუბრობთ ხოლმე მეცნიერებაზე და ტექნოლოგიებზე. დღეს ვსაუბრებთ მეცნიერების ფილოსოფიაზე. შევხედეთ როგორც ფილოსოფიას, ასევე შევხედეთ ისეთ გამოწვევებს, როგორიც არის რა არის ცნობიერი და რაც საინტერესოა კიდე, როდესაც შემოდის ხელოვნური ინტელექტი, როგორ შეიძლება შევხედოთ ასეთ შემთხვევაში ცნობიერს. და გარდა ამისა, მიმოვიხილოთ ზოგადად ისეთ თემებს, ხო, სად გაჩნდა ფილოსოფია, შემდეგ როგორ გამოიყო თუ ერთად როგორ მოახდინეს თანაცხოვრება მეცნიერებმა და ფილოსოფიამ და მოკლედ რაღაც გადავირბენთ ყველაფერს, რაღაც მოვასწრებთ, ხო? ჩვენთან ერთად არის თაზო თოხაძე, ფილოსოფიის დოქტორი. მოგესალმებით, თაზო და გამარჯობა. რა ვიცი, ალბათ შეგვიძლია დავიწყოთ როგორც შესავალში ვთქვი, იქიდან თუ სად შენდება, ხო, ალბათ ფილოსოფია და რა არის როგორც აზროვნების მეთოდი, ხო, მაგას თუ შევეხოთ და მე ალბათ გავყვეთ თვითონ მეცნიერებას სად იბადება. ხო, ფილოსოფია რა არის ეს თავად ძალიან რთული ფილოსოფიური თემაა და ალბათ სხვა მეცნიერებისგან განსხვავებით ბევრად უფრო მეტი მრავალფეროვნება იქნება განსაზღვრებაში. თუმცა ანალოგიურად ფიზიკოს რო კითხოთ მათემატიკოს, ხო? აი რა არის მათემატიკა, რა სწავლობს, ხო? თუ ცოტა არა შაბლონური პასუხი უნდა ცხადია ესეთ მარტივი არ იქნება, მაგრამ ალბათ რა ზოგადი კონტურები ცხადია უმრავლესობა ფილოსოფოსების შეთანხმდება. ფილოსოფია იკვლევს, ერთი მხრივ არის თეორიული ფილოსოფია, ამაზე ვიტყვი, რაც ალბათ ფილოსოფიის დასაწყისში უფრო მნიშვნელოვანი აზრი იყო ფილოსოფიის. ზოგადი აზრით აინტერესებს სამყარო, რა ტიპის სამყაროში ვცხოვრობთ. და აინტერესებს როგორ შეიძლება ამ სამყაროს შემეცნება. რისი შემეცნება შეგვიძლია, რა მეთოდებით, შემეცნების ლიმიტები, მეცნიერული მეთოდის თავისებურება და ანუ სამყაროს თავისებურების და სამყაროს შემეცნების გაგება არის ძირითადი თეორიული ფილოსოფიური საკითხები. ეს ცხადია ძალიან ბევრ ასპექტად იყოფა. კიდე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აღნიშნოთ, რომ ფილოსოფია არა მხოლოდ თეორიული ფილოსოფია. ფილოსოფიას აინტერესებს ასევე ნორმები, მორალობის ბუნება. ცხადია, როცა ვთქვით, რა ტიპის სამყაროში ცხოვრობთ, აქ ეს კითხვებიც წამოიჭრება, ხო? მაგალითად, არის თუ არა მორალობა სამყაროს შემადგენელი ნაწილი, რასაც ადამიანები შემდეგ აღმოაჩენენ. თუ არის მორალობა უფრო სოციალური ან ადამიანების მიერ კონსტრუირებული, ანუ მორალობის ბუნების შესახებ კითხვები, რაც თეორიულიც არის და პრაქტიკულ საკითხებსაც წამოჭრის. ასევე ფილოსოფიის საკითხი, რასაც ნორმატიულ საკითხებს ვეძახით, როგორ უნდა ვიცხოვროთ, ხო? რა არის კარგი ცხოვრება, რა არის სამართლიანობა, როდის არის სახელმწიფო სამართლიანი, რა ტიპის სახელმწიფოს უნდა დავემორჩილოთ, ესეთი, ანუ უნდა კითხვები, რა, ნორმატიული კითხვები. ასევე ეს ნორმატიული და თეორიული ნაწილიც არის ფილოსოფიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. თეორიულ ფილოსოფიაზე ვიტყვი, რომ აქ ჩემი აზრით, თუმცა მე ეხლა ვფიქრობ, რომ ალბათ ეს უმრავლესობის პოზიცია იქნება აკადემიურ ფილოსოფიაში, ეს თეორიული ფილოსოფია ალბათ განგრძობითი იქნება მეცნიერებებთან და თანამედროვე ფილოსოფია მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით ძალიან უფრო ინტერდისციპლინარულად და ძალიან ახლოსაა ჩართული კონკრეტულ მეცნიერებებთან. გვაქვს ფიზიკის ფილოსოფია, ბიოლოგიის ფილოსოფია, ქიმიის ფილოსოფია და თანამედროვე წვრთნა ფილოსოფოსის ხშირად მოითხოვს ასევე სპეციალიზაციას, არა მარტო შენით გარკვევას ამ საკითხში, არამედ სპეციალიზაციას და ზოგჯერ სადოქტორო ხარისხებიც აქვს ფიზიკაში, მაგალითად ფიზიკის ფილოსოფოსებს. ძალიან ინტერდისციპლინარულია თვითონ ფილოსოფია და ყველა ეს ზოგადი და მათ შორის კონკრეტული კითხვებიც, რაც ახლა ჩამოთვალე, არის მისი ნაწილი. და თვითონ მეცნიერებიც ხშირად თავის სფეროს ზოგიერთი კითხვის დამუშავებასთან ხვდებიან. მეცნიერულად უყურებენ. მეცნიერულად უყურებენ, ფილოსოფიურად ხშირად უწევთ ფილოსოფიური კითხვების დასმა. ჩვენ ვისაუბრებთ ამაზე შესაძლოა როგორც აღნიშნე, მაგრამ ამისი ეხლა ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ცნობიერება, გონების, ცნობიერების, აზროვნების ბუნება, ხო? ეს არ იყო ისეთ საკითხები, რომელსაც 40 თუნდაც 20 წლის წინ ესე ფართოდ გებულობდით საჯარო დისკუსიაში, მაგრამ ახლა, ხო, ხედავთ კომპიუტერული მეცნიერებიდან, კოგნიტური მეცნიერებიდან ზოგადად
ფსიქოლოგიიდან ხედავთ კითხვებს იმაზე რა არის აზროვნება, როდის შეიძლება გავიგოთ არის თუ არა არსება ცნობიერი. და ეს ისეთი კითხვებია, რომელსაც ფილოსოფოსები ათასწლეულებია იკვლევენ და ძალიან ესე კონცენტრირებულად უკვე ახალი დროის ფილოსოფიიდან, დეკარტიდან დაწყებული, ხო? ასე რომ მე უყურებ ფილოსოფიას როგორც განგრძობით სხვა დისციპლინებისგან განსაკუთრებით თეორიულს, ხო? აი კლასიკური გაგებით ალბათ მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც თალესიდან იწყება თუ სხვანაირად უყურებ შენ მაგალითად ფილოსოფია როგორ იწყება, ეგ მაინტერესებს მაგას. ხო, ეს ძალიან კარგი კითხვაა. ესეთი დისციპლინარული დაყოფები, ხო? ეხლა რასაც ფიზიკას უწოდებთ, ან ქიმიას, ბიოლოგიას, ფილოსოფიას, რა თქმა უნდა, არის საკმაოდ ახალი და დასავლური ფილოსოფიის საწყისები, მაგრამ აღმოსავლურ ფილოსოფიაში ვსკავსი გვაქვს, ეს დაყოფა მეცნიერებების ესე არ ხდება და მაშინ თალესი მაგალითად, ხო? ყველაფერს ქონდა პრეტენზია რა რაღაცა. კი, და ანუ ფილოსოფია არ ვიფიქრებდით, რომ განსხვავებული, თქვათ, რაღაც მათემატიკოსისგან, ან ფიზიკოსისგან, ხო? იყო ინტელექტუალი, ეხლა მაშინ რა თქმა უნდა აკადემიური ის არ არსებობდა ინსტიტუციები, ხო? მაგრამ ეხლა ეს რამდენად ისტორიულია თალესზე ბევრი რაღაცა არ ვიცის, მაგრამ არსებობს თალესის თეორემა, ხო? თალეს ასევე ქონდა რაღაცა ჩანასახი რაღაცა ტიპის ფიზიკური ახსნისა სამყაროს, რომ წყალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი, ხო? ხო, მაგას დიდი კამათი იყო ზოგი ამდა, რომ ქარია, ზოგი არის წყალი, ზოგი ცეცხლი და ნუ მთელი ეს იყო. ხო, და აქ მნიშვნელოვანი რაც არის, რომ ეს დაყოფა არის ახალი და მე ანუ რაღაცაზე სწორია, რომ ყველა მეცნიერება თავიდან იწყება ფილოსოფიით. აი ეს უფრო ზურგს უმაგრებს იმ ჩემ აზრს, რომ განგრძობითია ფილოსოფია მეცნიერებასთან, თეორიული ფილოსოფია. აი ფიზიკა ამის ძალიან კარგი მაგალითია, ხო? ეს მოძღვრება ფიზიკური სამყაროს შესახებ, მოძრაობის შესახებ, ხო, პლანეტების შესახებ, ეს ამ ადამიანებს ფილოსოფოსებს უწოდებენ ხშირად, ვინც ამაზე ფიქრობდა, ხო? ამის კარგი მაგალითია დეკარტი, ხო? დეკარტი ახლა გვახსოვს, ვიცით უფრო ცნობილია როგორც ფილოსოფოსი, მაგრამ დეკარტი არის ძალიან მნიშვნელოვანი მათემატიკოსი, ფიზიკაზე ქონდა ძალიან კაი შრომები, ასევე კონსერვაციის კანონებზე ქონდა გარკვეული აზრები და ზოგადად ანუ რასაც ახლა ფიზიკას უწოდებ ჩანასახებს თანამედროვე ფიზიკის, დეკარტი ამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ხო? ნიუტონის შემთხვევაში, ხო, ბუნების მეტყველების ფილოსოფია და შემდეგ გამოეყო ამას აქედან ამოიზარდა თანამედროვე ფიზიკა. ხო, მეცნიერული რევოლუციის დროს, ხო, მე-16-მე-17 საუკუნეში. ასე რომ აი მინდა რომ მსმენელმა და მაყურებელმა ამას ყურადღება მიაქციოს, რომ ეს მეცნიერებები ყოველთვის ამოიზრდება ხოლმე ფილოსოფიის წიაღიდან. ასევე ამის მაგალითი არის სხვა კონკრეტული მეცნიერებები, იგივე მათემატიკაც, ხო? პითაგორას შემთხვევაში ასევე ბევრი ცნობა არ გვაქვს, მაგრამ მისი მათემატიკაზე მისი შრომები ან აზრები ასევე იყო დაკავშირებული მის მისტიციზმთან და ფილოსოფიურ მსოფლმხედველობასთან. რაღაც რელიგიურ დონეზე მიქონდა, ხო და განსაკუთრებით ამ მოსწავლეები რო ხარ და შემდეგ ამ პითაგორას ცოტა რაღაცა გააღმერთეს, ხო, მე მგონი შეიძლება. ეგ არის და ალბათ ეს თავიდან ეს ანუ მეცნიერება როდესაც არის ამ პერიოდში, რამდენიმე თაობის შემდეგ ყალიბდება ზუსტი ხედვა უფრო ანუ სპეციალიზაცია შემოდის და რამდენიმე საუკუნის შემდეგ გვაქვს უკვე ძალიან ფოკუსირებული სიღრმისეული ტრაქტატები მათემატიკური ცოდნის შესახებ, მაგალითად საბერძნეთში, ხო, ევკლიდეს მიერ შემუშავებული, სახელმწიფო ძალიან ანუ ბიბლიას თუ შეადარებ, ანუ იმ პოპულარობით, ხო, მეცნიერ, ანუ როგორც ხო რელიგიაში, ქრისტიანების და ბიბლია, ხო, მათემატიკის ისტორიაში ევკლიდეს ელემენტები ესეთი რაღაცა. მაგრამ ეს ცოდნა, რა თქმა უნდა, ბევრად ადრე დაიწყო. მაგრამ რამდენიმე თაობის შემდეგ ხალხი იწყებს სპეციალიზაციას, ხო? იგივე არის ეს თალესის, პარმენიდეს, ჰერაკლიტეს და სხვების ეს საწყისის შესახებ ეს საკითხები, ხო? ხო, წყალია მთავარი, ცეცხლია მთავარი, რომელი ელემენტია მთავარი, ხო?
მე ამ საკითხებს ეძლევა უფრო მეტი კონკრეტიკა და არისტოტელეს ფიზიკა მაგალითად ბევრად უფრო ნიუანსური და დახვეწილი ამ ასპექტში და შემდეგ ატომისტების ბერძენი ატომისტების დემოკრიტე და ხო არა რა არის რომ ანუ დემოკრიტე სიტყვაზე თუ ამბობს იქ რომ სიტყვაზე ყველაფერი შეიძლება შედგებოდეს ატომისგან და ასე შემდეგ და ნუ მე ვიცით რომ როდესაც რაღაცა ატომი აღმოაჩინეს მაგიტო დაარქვეს რომ განუყოფელი ეკონათ ხო თუმცა მე შემდეგ აღმოჩნდა რომ ნუ ატომიც იყოფა და ასე შემდეგ და შეიძლება რაღაც თუ ამბობთ რომ სამყარო უსასრულოდ დიდია შეიძლება უსასრულო ან პატარას კი უსასრულოდ პატარა იყოს ხო ნუ ამ თემებზე რეალურად ეს ადამიანები მაშინაც საუბრობდნენ ხო მაგრამ აი მან მაინტერესებს ერთი რაღაც რა აი არისტოტელე ახსენე და არისტოტელეზე მაინტერესებს იმიტომ რომ არისტოტელეს როდესაც შემოდის ხო ანუ იქ საუბრობს ბუნებისმეტყველების შესწავლის აუცილებლობაზე თუ არ ვწდები პლატონისგან განსხვავებით რომელიც უფრო ისე უყურებს რომ მაგალითად ადამიანს შეუძლია რაღაცა მხოლოდ შემეცნებით, ანუ ექსპერიმენტის გარეშე რაღაცა შეიმეცნოს. თუმცა არისტოტელე მაგას არ აკეთებს, ხო? და შემდეგ არისტოტელეს, ესე ვთქვათ, დაკვირვებები რჩება, არ ვიცი, თითქმის 1500 წელი, თითქმის, ხო? ანუ და ამას შეისის ხორცებს შემდეგ ქრისტიანობაც და რაღაცა დოგმატური ხდება და აი ამ აქედან მინდა რომ გავყვეთ და შემდეგ უკვე ამის მერე გავიაროთ ალბათ ის ეპიზოდი როგორ ხდება უკვე აი არისტოტელეს დაძლევა მათ შორის დეკარტი ახსენე და უკვე შემდეგ განმარტებობის პერიოდში ხო ხო ეს ძალიან ფანტასტიკურად საინტერესო თემაა ეს პლატონის და არისტოტელეს კონტრასტზე ეს ცნობილი დაპირისპირება და ცნობილი ნახატი ეს ათენის სკოლაზე და ხო ყველას ახსოვს სადაც პლატონი ზეცისკენ წევს ხელს და არისტოტელე დაკვირვებაზე მისი წინ გაშლი ხელი. კი, არისტოტელე ბევრად უფრო ეხლა რასაც ემპირიზმს უწოდებთ, ხო, ბევრად უფრო ემპირიული ისენი შემოაქვს საკითხე, ბევრად უფრო ემპირისტია ვიდრე პლატონი, თუმცა რა თქმა უნდა ეს სურათი გამარტივებაა სიტუაციის არისტოტელეც ფიქრობდა რომ რაღაცა პრინციპები ახლა ფილოსოფიურ ჟარგონზე გვაქვს ესე ტერმინი რაღაცა არის რაღაცა ვიცით აპრიორი თუ აპოსტერიორი აპრიორი არის როდესაც ცდისგან დამოუკიდებლად შემილია რაღაცა გავიგო ხო და აი აპრიორი ცოდნის კლასიკური მაგალითი იყო პლატონიც ამას იყენებდა ცოდნა რომელიც გვაქვს მათემატიკის შესახებ პლატონი ფიქრობდა რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაც მათემატიკური ცოდნა თანდაყოლილი და შეიძლება ეს ცოდნა გააცნობიეროს თუ კონკრეტულ კითხვებს დაუსვავ, ხო? მაგრამ მარტო ამაზე არ არის. ეხაც არის ეს დავა, ეს არსად არ წასულა. ხო, ზოგი ფიქრობს, რომ ბევრი პრინციპი სამყაროს შესახებ შეიძლება ვიცოდეთ აპრიორი. აი ამის მაგალითი შეიძლება იყოს, რომ ყველა მოვლენისთვის უნდა არსებობდეს რაღაცა მიზეზი, თუ რატო ხდება ეს მოვლენა. ეს მიზეზ-შედეგობრიობის წესი, ხო, დაკვირვებით შეიძლება ისევე როგორც ხო, ბავშვს უასწავლი, რომ 2 ვაშლი და 3 ვაშლი რო გაქვს, ერთად შეგიძლია დათვალო და ნახო, რომ 5-ია, ხო, ეგ არ ანახებს, რომ მათემატიკა არ არის აპრიორი მეცნიერება. ანუ ცდისგან დამოუკიდებელი ფაქტია, რომ 2 მიმატებული 3 5-ია. ესე ვფიქრობ ზოგი, რომ ესეთი პრინციპები შეიძლება მარტო მსჯელობით გაამართლო, რომ ყველაფერს უნდა კონდეს მიზეზი. ხო? რა თქმა უნდა ეს ძალიან სადავო საკითხია, ხო? არსებობს ამასთან დაკავშირებული, აი ლაიბნიც ქონდა საკმარისი საფუძვლის პრინციპი, რომ ყველაფერი რაც ხდება, უნდა იყოს რაღაც საკმარისი საფუძველი, თუ რატო ხდება ესე და არა სხვანაირად. ამ ყველაფერი რაც არსებობს. და პლატონთან ეს აპრიორისტული ისენი, რა ვქვი, ტენდენციები ბევრად ძლიერია, ფიქრობს, რომ რეფლექსიით, წმინდა მსჯელობით შეიძლება რაღაცა შევიმეცოთ მნიშვნელოვანი სამყაროს შესახებ. ემპირიული სამყაროს შესახებ. არისტოტელესაც აქვს ეს ჩემი სპეციალიზაცია ბერძნული ფილოსოფია არ არის, მაგრამ არისტოტელესაც აქვს აშკარად ესეთი აპრიორი თეორეტიზირება ემპირიული საკითხების შესახებ. და ეს უფრო პრობლემური გახადა ეს მე-17 საუკუნიდან დაწყებული მე-18 საუკუნეში კლასიკურმა ბრიტანულმა ემპირიზმმა ემპირიზმი ბევრნაირად შეიძლება განისაზღვროს, მაგრამ ერთი ისეთი ასპექტი თანამედროვე ემპირიზმს, რასაც ახასიათებს არის ის, რომ სამყაროს შესახებ ფაქტები, ემპირიული ფაქტები შეუძლებელია ამის აღმოჩენა აპრიორი მეთოდებით, ანუ უბრალოდ ჯელობით. აუცილებელია ცდისგან მიიღო, ხო? აი მაგალითად
დევიდ ჰიუმი, რომელიც ამ კლასიკური ემპირიზმის ლოგიკური განვითარების მწვერვალია ალბათ, ძალიან ცხადია ამაზე, რომ ანუ კითხვები იმაზე რა რისი მიზეზია, ხო? ან მაგალითად ცნობიერება შეიძლება იყოს თუ არა მატერიალური, ეგეც საკითხები. ჰიუმი ფიქრობს, რომ ამას აპრიორი მეთოდებით ვერ გაარკვევ. რაც აკეთებს მტკიცებას ემპირიულ ფაქტზე, იმას აპრიორი მეთოდით ვერ დაადგენ, ხო? და ეს ეს ასპექტი ანუ არისტოტელე ამდაგვარი ემპირისტი არ არის. და ეს ცდის პრიმატი, ამ ცდაზე ის რომ ცდა არის საბოლოოდ ყველაფრის მსაჯული, როდესაც საქმე ეხება სამყაროს, ეს ამბავი ესეცხადათ არისტოტელესთან არა, ეგეთი მეთოდოლოგიური ემპირისტი არ არის. და სტაგნაცია, რაზეც ისაუბრე, მეცნიერული ცოდნის განვითარების არისტოტელეს შემდეგ, ხო, სანამ ამაზე ვიტყვი, არისტოტელე ასევე, ანუ ეს დისციპლინებს შორის დაყოფაზეც საინტერესოა. არისტოტელე არის პირველი სისტემატიკოსი ბიოლოგიის, ფიზიკის, ლოგიკის, ეთიკის მნიშვნელოვანი საკითხების არის წარმოუდგენლად ან დიდი მასშტაბის ფართოდი აზრია ძალიან. ხო, და მაგრამ ეს მისი ეს პოპულარობა შემდეგი და ასევე ზოგადად ხო აკადემიის, რომელიც პლატონმა დაარსა და ეს სკოლა ბერძნული, ხო, ინტელექტუალური ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, რომ შეიცვალა თავის სახე და მერე საერთოდ გაუქმდა, ხო? ეს აქ გვაქვს, ხო, ძალიან შენელება ამ მეცნიერული და ფილოსოფიური საკითხების. იმის მიუხედავად, რომ შუა საუკუნეების ფილოსოფია ცხადია მნიშვნელოვანია და ჰქონდათ საინტერესო მიგნებები, მაინც ჩემი აზრით აკლდა დამახასიათებელი ფილოსოფიური მეცნიერული რამ, რაც არის აი ბერტრან რასელი აღნიშნავს ამას, რომ ეს ხალხი იწყებს ფილოსოფოსობას ისე რომ უკვე იციან ჭეშმარიტება რა არის. ჩაკეტვა ხდება ხო რაღაც დონეზე, ანუ იმ რაღაცა არის ცოდნები, რაც თითქოს თავის თავადია და არ უნდა შეეხო, იმიტომ რომ ბერძნებთან მაგალითად, მე როგორც დავკვირვები ვარ და რაც მინახავს არის რომ არ არის რა ეს ლიმიტები, უფრო ანუ არის რაღაცები, რომელსაც უფრო თამამები არის. ქრისტიანობაში ხო იქ ჩაკეტილია. იმიტომ რომ იქ რელიგიური ასპექტი ეგეთი არის ხო. თუმცა იმათაც ხო ქონდა თავისი რელიგიები, რა ვიცი ხა, მაგალითად სოკრატეზე ამბობენ, რომ ღმერთის გმობის გამო მოკლეს, ხო? ერთ-ერთი მიზეზი ესე ამბობენ, მაგრამ ამის პარალელურად ჩვენ ხედავთ, რომ რა ვიცი, მე ისევ ის ადამიანი, რომელიც შეიძლება სოკრატეს სიკვდილით დასაჯა, თვითონ მეორე დღეს პლატონთან დამჯდარიყო და იგივე თემებზე ესაუბრა. ქრისტიანობაში ეს ყველაფერი ჩაკეტილია, ხო? რა თქმა უნდა, კი, ბერძნულ კულტურაშიც იყო, ხო? კი, და ეგ მაინტერესებს და როგორ ხდება, რომ ვთქვათ, მაქსიმალურად ალბათ მოკლეს, იმიტომ რომ მაგას ალბათ ერთი თემა იქნება, რომელიც შეგვიძლია თელი დღე ვისაუბროთ, მაგრამ როგორ ხდება თვითონ არისტოტელეს შეწოვა, არ ვიცი და ისიც ნათქვამი თუ არა, ეგ მაინტერესებს ძალიან. ანუ რანაირად მოხდა, რომ აი ქრისტიანობა, მათ შორის აქვინელის როლიც არის, მე მგონი, მან თუ არ ვწდები, რომ რაღაცნაირად ეს აიღეს ეს არისტოტელე და თითქოს რაღაცა შერწყმა მოხდა. არა და ერთ შეხედვით საერთოდ რაშუაში უნდა იყოს, ხო, არისტოტელე ქრისტიანობასთან. ხო. ესეც ძალიან ისეთი რთული და ხო მთელი გადაცემა ჭირდება და თავის სპეციალისტი ჭირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ არისტოტელე, ანუ ქრისტიანობის ტექსტები რო ავიღოთ, ხო, რაც მე კანონიკურ ტექსტებად იქცა, ხო, ახალ აღთქმას რასაც ვეძახით, ეხა მაინც ფილოსოფიური, თეოლოგიური საფუძველი ესე აშკარად ყველაფერი ჩამოყალიბებული არ არის, ხო? არ არის მოძღვრება, მაგალითად ფიზიკის შესახებ, ხო? სამყაროს შესახებ, მიზეზ შედეგობრიობის შესახებ ესეთი რაღაცეები. და ამ ფილოსოფიის ერთ-ერთი ევროპაში, ფილოსოფიის ერთ-ერთი ის გახდა ამ ძალიან რელიგიურ აკადემიურ ამბავში, ხო? რომ ამისი ქრისტიანული თეოლოგიის ფილოსოფიური საფუძვლები შეემუშავებინათ, ხო? და თომა აქვინელიც და სხვაებიც, ხო, არისტოტელე მათთვის იყო ფილოსოფოსი. ანუ როცა იძახიან როგორც ფილოსოფოსმა თქვა, აქ არის ნაგულისხმები არისტოტელე. და რატო იყო არისტოტელე ეგეთი გამორჩეული?
ალბათ ხო რთული თემა არ ვიცი მაგაზე ზუსტი პასუხი აი პლატონისგან განსხვავებით პლატონს აქვს ბევრად მისტიური ასპექტები რა მაგრამ არისტოტელე უფრო არისტოტელე ალბათ პირველი მეცნიერი არის იმ აზრით რომ პლატონი ხო დიალოგებად წერდა არისტოტელეს არის ტრაქტატი რა აი ხა თანამედროვე იმას გავს რომ ეხა გავარკვევ ამ საკითხს და მე აქვს არგუმენტები ჩამოწეული ძალიან ისეთია რა ამ აზრით და ალბათ ბევრად უფრო პროდუქტიული რო იყო მეცნიერული შეიძლება ეს ხო მათ შორის თავის ხედვები ქონდა ეხლა იგივე სამყაროს ცენტრში რო არის ალბათ დედამიწა ხო და მე ამის გადალახვა ხდება მე უკვე თვითონ საკმაოდ დიდი ხანი დაჭირდა ამის გადალახვა შეგვიძლია ალბათ მაგაზეც დავიწყოთ ალბათ საუბარი ანუ როგორ დაიწყო მაშინ რეალურად აი იმ დოგმებიდან ამოსვლა ანუ როგორ დაიწყო ფილოსოფია და მეცნიერება რომ ეს ორი როგორც ვთქვით ერთად იყო და ერთად არის ხო რაღაც დონეზე კი ანუ აქ აუცილებელია აღნიშნოთ ამ პროცესის გრადუალურობა ანუ ეს მეცნიერებაში ისე როგორც ისტორიაში ესე არ ხდება რომ ერთი ადამიანი ესე რადიკალურად ცვლის ყველაფერს ნიუტონის შემთხვევაში ესე არ იყო ძალიან ბევრი კონტექსტი იყო მომზადებული თვითონ ნიუტონის სიტყვებიაც არის და დიდი სიმართლეა ამაში რომ შორის გახედვა თუ შეძლო ხო გიგანტების ხრებზე და მაგრამ თვითონ უფრო რელიგიურ ამბებშიც ბევრი ნიადაგის მომზადება რაც შემდეგ იყო მათთვის გამოსადეგი უკვე მომზადდა ისლამური სამყაროდან ავეროეს მაგალითად ეხა ზოგი ფიქრობს რომ ეს კონსერვაციის ან ინერციაზე უფრო ხო ანუ არისტოტელესთან ძალიან ის ხო იყო ფუნდამენტური ის რომ რაღაცა თუ მოძრავს, იმიტომ რომ რაღაცა ბიძგი აქვს რა და ეს ინერციის თანამედროვე გაგება და კონსერვაციის ისენი ესეთი აზროვნება ხო, რაც გალილეუმ შემოიტანა და სხვებმა დეკარტმა, ეს არისტოტელესთან არ არის. და არისტოტელესთან რატო არ არის? ანუ არა ეგეთ თული დასანახი, იმიტომ რომ ანუ იხედებოდა არისტოტელე სამყაროში და ხედავდა რომ რაღაცას თუ არ მიაწვება რაღაცა, ხო? ესე დავარდება, ხო? ასე რომ ემპირისტი იყო ამ აზრით, ხო? რაც ხაირიდან არ მოუტანია ეს. და აი ავეროეს მაგალითად ქონდა უფრო ფილოსოფიური ამბები, მაგრამ ვაკუუმზე ფიქრობდა და ესეთი ის ქონდა, რომ ვაკუუმში თუ არ ვწდები, ვაკუუმზე იყო, ხო? ვაკუუმში რაღაცა თუ მოძრაოს, მაშინ ვერაფერი ანუ თუ რამე არ იმოქმედებს ამაზე, მოძრაობას გააქცევს. უსასრულო მოძრაობს. და ესეთი იდეები უკვე სხვებს ქონდათ იმ ადამიანებსაც, ვინც საკმაოდ აი რომელ საუკუნეშია ბოდიში? ავეროესი მე-12-მე-13 თუ არ ვწდები. და რა თქმა უნდა ეს მაშინ ბევრად უფრო ატომისტური იყო ხო ეს ანუ აკადემიას თუ დავარქმევთ საერთოდ ხო და ეს იდეები ხშირად იკარგებოდა მაგრამ შემდეგ დეკარტს აქვს ხო უკვე მე-16-მე-17 საუკუნეში მსგავსი იდეები და ნუ მერე გალილეოსთან ხედავდა ყველაზე დიდი ალბათ გადატრიალება იყო ეს ხო ამ კონსერვაციის და ინერციის ამბები და შემდეგ აჩქარებაზე ხო ეს გალილეოსის სხვა ცნობილი ექსპერიმენტი რომ რაღაც პიზის კოშკიდან რომ რაღაც საგნებს ყრიდა რომ დაცემის იმებს აგურდებოდა და რაღაც და ამან ეხა ამდენი დრო ნუ ჯერ ერთი იმიტომ წაიღო რომ ეს თავისუფალი ინტელექტუალური გარემო არის ანუ რასელის იმას რომ დაუბრუნდე რომ თუ ჭეშმარიტება წინასწარ იცი უკვე ხო რთულია რომ რაღაც ახალი აღმოჩენები გააკეთო ხოლმე ხო მაგრამ საკმაოდ ანუ რო დავფიქრეთ ძალიან არაინტუიციურია ის პრინციპები რაც მეცნიერული რევოლუციის შემდეგ დამკვიდრდა ხო ანუ ჩვენ ახლა ჩვენ თავის თუ გავიხსენებთ როცა პირველი ამას სწავლობთ ხო რომ განსხვავებული მასის მქონე საგნებიც კი აჩქარება ერთი და იგივე იქნება რთულია ინტუიციურად წარმოიდგინო ხო თუმცა მინახავს თვითონ ექსპერიმენტს რო ატარებ და ბუმბული და ის რო ვაკუთ ერთნაირად ეცემა და ეს აქ აქ უკვე გადატრიალება ხდება აზროვნებაში მნიშვნელოვანი და რატო? იმიტომ რომ ესეთ საკითხები აპრიორი მსჯელობით კი არ უნდა გადაწყდეს. უნდა გადაწყდეს ემპირიით, გამოცდილებით. ეს არისტოტელეს ჰქონდა, რა თქმა უნდა, გამოცდილებით უნდა გადაემოწმებინა რაღაცეები. მაგრამ ესეთი მეთოდური არ იყო ამ საკითხზე. აი ნიუტონსაც რაც აქვს, რომ დაკვირვებას საბოლოო იმას აძლევს რა. საბოლოო მსაჯული იქნება დაკვირვება.
აი ამის შესახორცება ასევე მათემატიკურ საკითხებში წინსვლები, ხო, ფიზიკის მათემატიზაცია, ესეთი რაღაცეები ამან გახადა შესაძლებელი, მაგრამ ესენი ყველაფერი, აი ავეროისის მაგალითი რომ მოვიყვანე, დეკარტიც, ესენი იყვნენ ფილოსოფოსები, ეხლა როგორც ფილოსოფოსები ისე ვიცით. So მაშინ ამაზე მსჯელობდა ყველა. ხო, ვინც იყო ზოგადად ინტელექტუალი. ხო, იმიტომ რომ ეს არც იყო ესე გაყოფილი, ხო, დღეს შეგიძლია, რა ვიცი, ფიზიკაში იყო და იქაც კი იმდენი ჩაშლა არის, რომ ფიზიკაში, აი მათემატიკაში, ხო? ალბათ მე-19 საუკუნის მერე აღარ არის მათემატიკაში ყველა სფეროს ექსპერტი ვინმე, ხო? აი ხა ტერენს ტაუზე იძახია რომ ეგეთი ადამიანია, მაგრამ თვითონ რო კითხო გეტყვის რომ ბევრ სფეროში ძალიან დილეტანტია, ხო? და ანუ აი მაგას რო ამბობთ რა, რომ იგივე დეკარტზე რო ახსენებთ რაღაც და ნუ ნელ-ნელა ხდება მოკლედ ამის დაძლევა, მათ შორის დოგმების და ანუ შენ ახსენე ნიუტონი, ხო? მან ეგრე ფიქრობ რომ ერთ-ერთი ყველაზე, ესე ვთქვათ, დიდი ფიგურა მთავარი ვინც არის, ვინც გაწია შემდეგ ყველაფერი ნიუტონით იწყება, აი გადალახვა ამის? ვერ ვიტყვი რომ ნიუტონით კი არ იწყება, უფრო არ სწორად თუ კი არ იწყება, აი დაწყებული პროცესი რაღაც დონეზე ისე წაიღო, რომ უკვე გაუჩერებელი ხდება, აი ესეთი კი, ანუ ნიუტონმა ჩამოაყალიბა მათემატიკურად ზუსტი ემპირიული და ფორმალური ჩარჩო, რომლის სწავლა და რომლის წიაღში მუშაობა სხვებსაც შეეძლო. ხო? ანუ აი ხა მეცნიერების ფილოსოფიაში, ანუ მეცნიერების ფილოსოფია სწავლობს აი მაგალითად ვკითხვა მეცნიერული მეთოდის ან მეცნიერული პროგრესის, მათ შორის მეცნიერების სოციოლოგიის საკითხებსაც, ხო? როგორ ყალიბდება კონკრეტული მეცნიერული პროგრამები, ხო? და რატომ მუშაობს. ძალიან გავლენიანი მე-20 საუკუნის მეცნიერების ფილოსოფოსი თომას კუნი, ის რაც ნიუტონმა საფუძველი ჩაუყარა, რაშიც მართლა პირველი არის მის ტერმინებით ნორმალური მეცნიერების ჩამოყალიბებას, ფიზიკის და ასტრონომიის და ამასთან დაკავშირებული საკითხების, რა იგულისხმება ნორმალურ მეცნიერებაში. ანუ ნიუტონმა, როდესაც ეს რევოლუციური პარადიგმა წარადგინა, რომელიც რა თქმა უნდა გალილეოს და სხვებს ეყრდნობა, ხო? და ბევრი საკითხებში ნიუტონი ინსპირირებული იყო იმ პრობლემებით, რასაც თავისი მეგობრებისგან და კოლეგებისგან ისმენდა. ხო? ასევე ეს ძალიან სოციალური საკითხია, იმის მიუხედავად რომ ნიუტონი თვითონ ძალიან სოციალური არ იყო, მაინც ეს საკითხები მარტო არ დაბადებულა მის თავში. მაგრამ რაც ნიუტონმა გააკეთა, ის ნორმალური მეცნიერების ჩარჩოს ჩამოყალიბება. ანუ განსაზღვრა რა არის პრობლემები, ხო, ფიზიკაში, ხო? მაგალითად, ნიუტონის ჩარჩოში სხვა მეცნიერება რის გააკეთება შეძლეს, ხო? მაგალითად, როდესაც ხედავდნენ, რომ ნიუტონის კანონების მიხედვით რომელიღაც პლანეტა ზუსტად ესე არ იქცევა, ხო? ფიქრობენ, რომ იმას კი არ ფიქრობენ, რომ ნიუტონი ცდარია. არა, უკვე საკმაოდ სამბეჭდავია ნიუტონის თეორიის ახსნით ძალა და ნიუტონის თეორიას კი არ გადააგდებენ. ფიქრობენ, რომ იქ რაღაცა პლანეტა უნდა იყოს, რომელსაც ჯერ ვერ ვაკვირდებით, ხო? და შემდეგ მათემატიკური გამოთვლებით პროგნოზირებენ და ხშირ შემთხვევაში წარმატებულად აღმოაჩენენ ხოლმე ესეთ პლანეტებს, ხო? ეს ნიუტონის ეს მიდგომა, ნიუტონის ჩარჩო იმდენად ძლიერი იყო, რომ მე-20 საუკუნეშიც, როდესაც მე-19 საუკუნის ბოლოში, როდესაც მერკურის ორბიტას კარგად ვერ ხსნიდა ნიუტონი, იქაც ფიქრობდნენ, რომ მზესთან ახლოს უნდა იყოს პლანეტა, ამ პლანეტას ვულკანს უწოდებდნენ, რომელიც გავლენებს აკეთებს ამ მერკურის ორბიტაში, ხო? არ აღმოჩნდა იქ პლანეტა, ამაზე არა, უბრალოდ იმდენად წარმატებული იყო, იმდენად წარმატებული ჩარჩო შექმნა ფიზიკის კეთებისთვის, ხო? რომ სანამ ნიუტონის თეორიას დათმობდნენ, ანუ ესე კი არ ფიქრობდნენ, რომ ნიუტონი დაუთმოთ. ფიქრობდნენ, რომ რაღაცა არის, რაც დამატებითი პარამეტრი, რაც ჯერ აღმოგვიჩენია. და აი ეს ჩარჩო შექმნა ფიზიკისთვის, ხო, კლასიკური ფიზიკისთვის ნიუტონმა. ისევე როგორც ბიოლოგიისთვის ჩარჩო შექმნა დარვინმა და ასევე უოლესმა. ხო,
ხო? ეს რა თქმა უნდა ეს რაღაცა ტიპის ევოლუციური აზრები დარვინამდეც იყო. ნუ არა ორთოდოქსუს აი ლამარკიანის მინდა აი მაგალითად ხა გამახსენდა უბრალოდ ნუ რა თქმა უნდა ბევრად შორს ხო, მაგრამ ნუ აი ანაქსიმანდრეს ჩანაწერები მაქვს რაღაცები წაკითხული და ძალიან გავს პირობითად ევოლუციის იმას რომ ამობს რაღაცა ტალახში როგორ გაჩნდა პირველი სიცოცხლე და რაღაცა ბაქტერიულ დონეზე ბაქტერია თქმა უნდა მან არ იცის, მაგრამ რაღაც პრიმიტიულ ფორმებზე ლაპარაკობს, რომლებიც ფორმას იცვლიან რა და ეხა ნუ ჩვენ ეხა ხო აი ესეთ რაღაც ჯერ კიდე ანაქსიმანდრე რომელიც ჯერ კიდე პლატონამდე და რა ვიცი ბევრად ადრეა ხო და ეს დარვინამდეც იყო დარვინის ბაბუას თუ არ ვცდები ქონდა მაგრამ დარვინმა რაც გააკეთა ნუ ჯერ ერთი მექანიზმი ახსნა ევოლუციის ხო ბუნებრივი გადარჩევის და შემდეგ დასაბუთება ხო მის შრომებში ამ საკითხის ემპირიული მასალების შეგროვება და ჩარჩო შექმნა შემდეგ ბიოლოგიისთვის, ხო, რაც გახდა ბიოლოგია მე-19 და მე-20 საუკუნეში, ხო? ესეთი, ანუ აი ამ ძალიან საინტერესო ტერმინია ეს და ეხლა მეცნიერების ფილოსოფიაში შეათვიღებთ ეს ნორმალური მეცნიერების საკითხით. ანუ კუნი ასხვავებდა ეს ჯერ უფრო ქაოტურ განხილვებს რაღაცა საკითხების, მაგრამ პარადიგმა ჯერ არა, პარადიგმაც მისი ის არის ამ ტერმინს იყენებს, რა თქმა უნდა მის მოფიქრებული არა, მაგრამ ამ ტერმინს იყენებს, ანუ არ გვაქვს ჯერ ნიმუში იმისა თუ ამ კონკრეტულ დარგში მეცნიერება როგორ კეთდება, ხო? და ეს საბოლოო ჩამოყალიბება ამისი ნიუტონთან ხდება, იმის მიუხედავად რომ ბევრმა სხვამ ამაში მონაწილეობა მიიღო, ხო? და როდესაც ეს მეცნიერება ესე ამ ჩარჩოს იძლევა, მერე შესაძლებელი ხდება კონკრეტული პრობლემების შესწავლა ამ მეცნიერების შიგნით. აი და ერთ მაგალითს მოვიყვან ამაზე, აი თანამედროვე სიტუაციაში, აი ხა ცნობიერების შესწავლაზე მეცნიერება რა მდგომარეობაშია, ძალიან გავს აი პრედარვინულ იმას რა, ახსნას იმისი სახეობათა წარმოშობაზე აზრებს, ხო? კი, ბევრი განსხვავებული აზრები, მაგრამ ზოგადი ჩარჩო ჯერ არაა შექმნილი, ხო? და ბევრი თემაა ეგეთი, ხო? იგივე იყო რევოლუცია კვანტურ ფიზიკაში, ხო? ჩარჩო რომელიც ანუ მანამდე მნიშვნელოვანი ისენი იყო სტატიები და აზრები, მაგრამ ჩარჩო ჩამოყალიბდა 20-იან წლებში და შემდეგ ეს სტანდარტული მოდელიც განვითარდა, როდესაც კაი მათემატიკური ფორმალური ჩარჩო უკვე შემუშავებული იყო. მაგრამ უფრო ზოგადი ამათთვის დამახასიათებელი ამბავი არის, მაინც აი ეს აზროვნება, ემპირიული აზროვნება, რომ საბოლოოდ, ანუ მეცნიერულ სტატიას უწერს, საბოლოოდ შენი არგუმენტი უნდა იყოს გადამოწმებადი დაკვირვების შუგზე რა. ყოველთვის ესეთი ადვილი არ არის, მაგრამ აი რას გულისხმობ აქ. არც ერთი ესეთი რევოლუცია აზროვნებაში, ან თუნდაც რამე მნიშვნელოვანი სტატია, ან თუნდაც არამნიშვნელოვანი სტატია, ხო, ფიზიკაში მაგალითად ხო, ვერ გამართლდება, იმიტომ რომ ეს თეორია არის უფრო ელეგანტური, უფრო ესთეტიკურად სასიამოვნო, ხო? ანუ ეს საკითხები შეიძლება თვითონ ფიზიკოსისთვის იყოს მოტივაციის წყარო, მაგრამ მის სტატიას არავინ არ დაბეჭდავს, თუ მისი არგუმენტი ისაა, რომ ლამაზი სამყარო გამოდის ესე. ხო ხტები, შეიძლება პიროვნულად, აი აინშტაინისთვის შეიძლება პიროვნულად ეს ელეგანტურობა და ის იყო მნიშვნელოვანი მოტივატორი, მაგრამ მისი დასაბუთებები ყოველთვის იყო ხო, ფორმალური და ემპირიული. და ეს აზროვნების სტილი, ჩემი აზრით, არის ის, რაც აი რამე მეთოდი თუ შეგვიძლია გამოყოთ მეცნიერებაში, არის ეს, რომ საბოლოოდ უნდა გამოცდილებით გადამოწდეს რა, სადაც შესაძლებელია. რაღაცა ტიპის, ყველა ტიპის საკითხი შეიძლება ესე ვერ გადაიჭრას, მაგრამ აქამდე არსებული მეცნიერების დამახასიათებელი ეს არის, რომ ყველაზე უფრო წონიანი არის ემპირიული მტკიცებულებითი ამბავი რა. ხო, მე რა მაინტერესებს ახლა რადგან ნიუტონზე საუბრობდით, მინდა რაღაცა კანტთან როგორ ხდება ნიუტონის გადამუშავება. აი ეს რაღაცნაირად ეგ სულ მაინტერესებდა, იმიტომ რომ მინახავს ბევრი რაღაც საუბარიც ამკითხავს რაღაცები და ეგ მაინტერესებს, იმიტომ რომ თითქოს ჩემთვის მან რაღაცა ამოძახილია რა, ანუ ეს ნიუტონი რაც ვისაუბრეთ და მე კანტი ძალიან ბევრ რაღაცაში ამას ამუშავებს, ხო და აი მაგას შეგვიძლია ვისაუბროთ. კი, ესეც ძალიან დიდი თემაა, მაგრამ კარგი ის არის კანტი რო იწყებს ნიუტონზე ლაპარაკს ეს წმინდა გონების კრიტიკაში, პირველ კრიტიკაში, ეს არის
მე-18 საუკუნის მეორე ნახევარი, აქ უკვე ნიუტონის მიდგომა უკვე ესეთი უკვე ძალიან საკმაოდ ცის არის რა, მიღებული და გავრცელებულია. რა თქმა უნდა, მის სტატუსი უფრო მკვიდრდება მე-19 საუკუნეში, ლაპლასი, ძალიან მნიშვნელოვანი აქ და სხვაები და კანტის ერთ-ერთი კითხვა, რასაც განიხილავს იქ, არის როგორ არის შესაძლებელი, ანუ ნიუტონის ფიზიკას იღებს როგორც სწორ აღწერას სამყაროსი და აინტერესებს როგორაა შესაძლებელი, რომ ეს ცოდნა გვაქვს სამყაროს შესახებ. ხო? კანტს ფილოსოფიურ ჟარგონზე ამას ვეძახით ტრანსცენდენტალურ ფილოსოფიას. ტრანსცენდენტალური განსხვავდება ტრანსცენდენტურისგან. ტრანსცენდენტური არის მიღმური უბრალოდ. ტრანსცენდენტალური არის ეპისტემური ცნება. ეპისტემაში იგულისხმება ცოდნასთან ჩვენ ცოდნასთან დაკავშირებით. და კანტს აინტერესებდა რა აუცილებელი პირობები უნდა იყოს ადამიანში, რომ ეგეთი უნივერსალური ცოდნა გქონდეს ფიზიკაზე. ანალოგიური მიდგომა აქვს მორალის საკითხებზე, მაგრამ აქ მათემატიკაზე მათ შორის, ხო? როგორაა, მაგალითად აინტერესებდა როგორაა შესაძლებელი, რომ მათემატიკური ცოდნა აუცილებელიცაა და სამყაროს ერგება. ხო? ასე ვიცით ან აღნიშნავ ასევე კიდე რომ კანტი ფიქრობდა რომ ევკლიდური გეომეტრია ხო არის არამარტო მათემატიკურად სწორი, არამედ სამყაროს აღწერს რა, სივრცის ბუნებას აღწერს. და კანტი ფიქრობდა შემდეგ როგორ სამყაროს ენაო კანტი ამბობდა შეიძლება ითქვას არა სამყაროს ენა კი არა სივრცე რაშიც ყველაფერი გამოცდილება რაც არის სივრცეში არის კანტი ფიქრობდა რომ ეს სივრცე რო არის ევკლიდური ეგ არის მაგას ეგ არის რაღაცა ინფორმაციის იძლევა ანუ ანალიზური ჭეშმარიტება არ არის ანუ სივრცის ცნების ანალიზით ვერ ჩახვალ იქამდე რომ ევკლიდურია. მაგაში მართალი იყო. მაგრამ ეგონა რომ მაინც ანუ აპრიორი ჭეშმარიტი უნდა იყოს, რომ სივრცე უნდა იყოს ევკლიდური. და ნიუტონის ფიზიკაშიც რა თქმა უნდა ის ცნებები როგორც ფარდობითობის თეორიაშია, ხო? სივრცის გამრუდება, არაევკლიდური სივრცეები და ესეთ რაღაცები არ არის. იქ არის სივრცე არის ევკლიდური და ნიუტონს არის უნივერსალური. ხო, და ნიუტონს აინტერესებს, კი არა, კანტს აინტერესებს რანაირად შეიძლება, ანუ იღებს რომ ეგ ეგრეა. გონია რომ ეგრეა და სვავს კითხვას რანაირად შეიძლება ეგ ვიცოდეთ. და ეს ტრანსცენდენტალური ფილოსოფია რაც შეიმუშავა, არის ამაზე პასუხის გაცემა. მაგალითად, სივრცეზე ფიქრობს, რომ სივრცე აუცილებლად იმიტომაა ევკლიდური, რომ სივრცე არ არის ემპირიული, ხო, ფიქრობს, რომ ჩვენი როგორც გონიერი არსებების გამოცდილებების ქონის აუცილებელი წინაპირობაა რა, ჩვენი კონტრიბუცია, ანუ სამყაროს სივრცულია, სამყაროს როგორც თავისთავადის თვისება კი არა, არამედ ჩვენი გამოცდილების თვისებაა რა. ეს საკმაოდ ბნელი ასპექტია კანტის ფილოსოფიის. ზოგი ასხვავს კანტის ფილოსოფიის ბნელ ხარეს და უფრო ნათელს და ეს ტრანსცენდენტალური ასპექტი საკმაოდ სული ის არის, ხო, მისაღები რომ სივრცე ანუ სათვალის ანალოგიას იყენებს ხშირად, რომ სტუდენტს აუხსნან ისე რა, ძირითად იდეა, რომ ანუ როდესაც გიკეთია ვარდისფერი სათვალი და ვარდისფერად ხედავ, ვარდისფერი ხო არა საგნების თვისება. ამით შენი ისაა. ხო და კანტი ფიქრობს, რომ სივრცე და დრო არის ეს აპრიორი ფორმები, ყველა და ვერასდროს ვერ წარმოვიდგენთ და ვერასდროს ვერ გვექნება გამოცდება რაღაცის, რაც არ არის, ანუ ემპირიული რაღაცა, რაც არა სივრცული. და საერთოდ ვერაფრის გამოცდება ვერ გვექნება, რაც არ არის დროული. დრო არის ყველაფრის დამახასიათებელი. მაგალითად, აზროვნება სივრცესთან დაკავშირებული შეიძლება არ იყოს, მაგრამ დროში უნდა იყოს თანმიმდევრული რა. და ანუ კანტი მიიღო სივრცესა დროში აქცევს, შეგვიძლია ეგ ვთქვა? ყველაფერს სივრცეში არ აქცევს, მაგალითად მათემატიკურ ანუ არითმეტიკული რაღაცები სივრცესთან არაა დაკავშირებული, გეომეტრია სივრცესთან, მაგრამ გამოცდილებას აქცევს სივრცესა და დროსთან, მაგრამ არა ყველაფერთან. ასევე ფიქრობს, რომ ადამიანი თავის ანუ აქვს კანტს აქვს შემდეგ გაყოფა ნივთი თავისთავადსა და
ფენომენს შორის განსხვავება. ადამიანი არის ასევე ამ სივრცე დროის გარეთ. და ეს ძალიან ის სისტემური მოაზროვნეა რა. ეს კანტს ასევე უნდა ახსნას, რატო არის ნიუტონის სამყარო მიზეზშედეგობრივი, მაგრამ ადამიანი რატო არის თავისუფალი. ხო? ნიუტონის სამყარო მიზეზშედეგობრივი, იმიტომ არის, რომ მიზეზშედეგობრიობაც არის ასევე წმინდა კატეგორია, რომელსაც რაციონალური არსება გამოცდილებაში დებს. მაგრამ ადამიანი ასევე არის ნივთი თავისთავადი. ხო? და ასევე რაღაცა აზრით ამ კაუზალურ იმას არის იმაშვება. მაგრამ მარტო ადამიანზე არ ყველაფერზე ეგრე. მაგრამ ეს ძალიან ბევრი ამბავია ინტერპრეტაციაზე ზუსტად რას გულისხმობს კანტი, სწორად როგორ უნდა გავიგოთ. ეს ასპექტები კანტის ფილოსოფიის საკმაოდ ისეთია რა, ნიშური და ეხლა ბევრი თანამედროვე ფილოსოფოსი ამ პოზიციას არ იციარებს. ხო, ესეთ გაყოფას ნივთი თავისთავადსა და მით უმეტეს ეხლა როდესაც მე იგივე აინშტაინთან შემოდის დროს სივრცითი საერთოდ სხვა აღქმა, ხო? ვიგებთ რომ დრო არ მიედინება უნივერსალურად და შემოდის რაღაცა მაღალი სიჩქარეები, რომლებიც სulis პირდაპირ დროს, სივრცეს და ასე შემდეგ რა და აი ეგ უკვე რაღაც ალბათ შემდეგი ნახტომია, რომელზეც აი ეს როგორ მოხდა ფილოსოფიაში, ვინ შეგვიძლია მოვიტანოთ სიტყვაზე მაგას, როდესაც აინშტაინთან დროის და სივრცის აღქმა ესე იცვლება, შემოდის ფარდობითობის თეორია. ფილოსოფიამ როგორ მიიღო ეს, აი ეგ არის ძალიან საინტერესო და შემდეგ კვანტურ მექანიკასაც მინდა შევეხოთ უკვე. რა გვაქვს? ძალიან დიდი გავლენა მოახდინა განსაკუთრებით აქ აღსანიშნავია ეხლა რასაც ანალიზური ფილოსოფიის საწყისებს უწოდებთ. ვენისტრე მაგალითად, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა, სადაც შედიან მათემატიკოსები, ფიზიკოსები, მეცნიერები ზოგადად, რომელსაც აქვს ფილოსოფიური ინტერესები და ეს არის ის პერიოდი, როდესაც არის რევოლუცია ფიზიკაში, ხო? როდესაც ჩვენი წარმოდგენა სამყაროზე, მეცნიერული წარმოდგენა სამყაროზე რადიკალურად იცვლება. და ეს აი პოზიტივისტების ან ვენისტრე არის დაკავშირებული ამ ლოგიკურ პოზიტივისტთან, ან ლოგიკურ ემპირიზმთან. ძალიან გავლენიანი იყო მათთვის. ანუ აქვს შრომები თვითონ ფიზიკის ფილოსოფიაშიც, მაგრამ ძირითადი ასპექტი არის ეს, რომ აი ისეთი კანტს რაც ჰქონდა ეს აპრიორისტული მეთოდი, რომ სივრცე, ევკლიდური სივრცე უნდა იყოს აუცილებელი თვისება სივრცისა, ხო? სივრცე უნდა იყოს აუცილებლად ევკლიდური. ანუ ფიქრობდნენ, რომ აი ესეთი მსჯელობა არის არასწორი რა. არ შეიძლება ემპირიული, ანუ სივრცის ბუნება აპრიორი გამოიყვანო, ხო? ეს უნდა იყოს გამოცდილების და ექსპერიმენტის საკითხი. და მეცნიერული თეორეტიზირების საკითხი. ხო? ერთი აი ეს აინშტაინის და ფარდობითობის თეორიის რევოლუციის ერთ-ერთი ამბავი იყო ეს, რომ აი ეს არასწორია ესე თეორეტიზირება რა, კანტი რასაც აკეთებს და უნდა ვიყოთ უფრო ემპირისტები, ან ასე არის ტერმინი ნატურალიზმი. ხო, რომ ჩვენი საუკეთესო ცოდნა ფიზიკა რასაც გვაძლევს და სხვა მეცნიერები სერიოზულად უნდა მივიღოთ და შევხედოთ რა ფილოსოფიური იმპლიკაციები აქვს ამას. ხო? ანუ ფილოსოფია უნდა იყოს ძალიან ინფორმირებული მეცნიერებით. ხო? ასევე დიდი გავლენა არის იმაზე თუ მეცნიერების მეთოდი რა არის. აი კარლ პოპერიც იყო ერთ-ერთი პირველი ფილოსოფოსი, ვისაც ძალიან კარგად ესმოდა ფარდობითობის თეორია და მისი იმპლიკაციები. თომას კუნი ასევე რო ახსენე მეცნიერული რევოლუციების სტრუქტურა, ხო? ეს მეცნიერების რევოლუცია არის დიდი მნიშვნელოვანი ამბავი ფილოსოფიის ისტორიაში, ხო? როგორ ხდება მეცნიერული რევოლუციები? მეცნიერული რევოლუცია რატოა საინტერესო? იმიტომ რომ ესაა ზოგადად რევოლუცია ზოგადად ეპისტემოლოგიაში რა, ანუ იმაში თუ როგორ ვიცით რაღაცეები, ხო? და ცხადია ამას მოყვა კიდე დროის ბუნების შესახებ, ხო? მსჯელობები. ერთი ხაზი ფილოსოფიის იქნება, რომ დროის შესახებ, ანუ რა არის დრო, ეს შეიძლება ვიფიქროთ ამაზე ისე, რომ დიდად მეცნიერებას არ შევხედოთ აპრიორი მეთოდით, ხო? და აინშტაინის ფარდობითობის რევოლუციის შემდეგ, ხო?
ის ხალხი, ვინც დროზე წერს, ხო, განსაკუთრებით ამ ვენის წრის ხაზზე მიდის და ანუ ეხლა რა სტანდარტულ ფილოსოფიას უწოდებთ, ფიქრობს, რომ არა, ჩვენ უნდა ვიყოთ ინფორმირებული იმისა, თუ ჩვენი საუკეთესო მეცნიერული თეორიები რას გვეუბნებიან, დრო რა არის. მაგრამ ძალიან მრავალმხრივი ის ქონდა, გავლენა ქონდა, ასევე თვითონ ფარდობითობის თეორიაზე ბევრმა ფილოსოფიურმა აზრებმა, ანუ ესეთი ანუ ნიუტონის კრიტიკა რაღაც ასპექტებში ფილოსოფიიდან დაიწყო. ბერკლი არის ემპირისტი, ამის მაგალითი, მახზე მოახდინა შემდეგ ამან გავლენა, ასე რომ ეს ყველაფერი როგორ დუღილშია ერთმანეთთან რა. და გავლენები, ანუ ამის თქმა უნდა, გავლენები არ არის ერთიდან ყოველთვის ფილოსოფიიდან მეცნიერებაზე, ან მეცნიერებიდან ფილოსოფიაზე. ბევრად ანუ ორმხრივი გავლენებია ხოლმე ხშირად ესე. და მაგრამ მე როგორ რაღაც მე ესე შთაბეჭდება მრჩება, რომ ანუ მეცნიერება რაც უფრო ვითარდება განსაკუთრებით ანუ მე-20 საუკუნიდან, ხო? ანუ მან ისეთ რაღაც შემოდის, რომ ძალიან ექსპერიმენტული ხდება. ანუ ძალიან რაღაცა როგორ თქვა არც, მაგრამ დამოკიდებული არის კონკრეტულ რაღაც კვლევებზე, პირდაპირ უკვე მე რაღაც ეტაპზე ხდება ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება და შენ შეიძლება საერთოდ არ გესმოდეს ფილოსოფიურად რაღაცა ფენომენი, არა იმიტომ რომ შენ ამაზე არ მსჯელობ, არამედ იმიტომ რომ შენი ბუნება, ანუ შენი აღქმა და შენი ცნობიერება საერთოდ შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს რაღაც ფაქტთან რა. და ამ დროს შენ ტექნოლოგიის გამოყენებით პირდაპირ მიდიხარ რაღაც ფაქტთან. მაგალითად, აი ახლა კვანტურ მექანიკაში რაც ხდება, ხო, კვანტური სუპერპოზიცია, არ ვიცი, ცნობიერმა, ანუ ადამიანის ცნობიერთან ცოტა იმაში მოდის რა. ანუ იმიტომ რომ ორი სტუქო შეგვიძლია თქვა, ხო, კვანტური სუპერპოზიცია რა არის, ხო? ძალიან მარტივად რო დავიყვანოთ, არის ის, რომ თუ მაკროსამყაროში აგერ ობიექტები ასე ალოგია, კვანტურში ესე კლასიკურად არ არის და გრავიტაციაც კლასიკურად არ მუშაობს, ხო? ანუ სუპერპოზიციის სერვისზე შენ სადაც დააკვირდები, ეს რაღაცა ნაწილი შეიძლება იქ იყოს. ხო და ეს ხო რეალურად მოდის ანუ ადამიანის ევოლუციასთანაც მოდის რაღაცა გაგებით წინააღმდეგობაში, იმიტომ რომ შენ ევოლუცია განიცადე მაკრო გარემოში, სადაც მტაცებელი რომ მოდის, უნდა გაიქცე და ან თუ ვიღაცა უნდა მოინადირო, იმას ხედავ. შენ რომ კვანტური ბუნება შემოიტანო პირობითად ვამბობ, ეგეთ რეალობაში ვერ ფუნქციონირებდი რა და ხო და აი აქ როგორ ხდება ფილოსოფიური აღქმა ამ ყველაფერს, აი ეგ არის ძალიან საინტერესო და ბევრი ამბობს კიდევაც, რომ თითქოს აი რაღაც ფილოსოფია ნელ-ნელა კვდებაო რა და აი ეგ რა ხდება მაგ ხრივ. ხო. ჩემი აზრით პირიქით არის საქმე, ანუ ეხა უფრო ბევრად უფრო მეტი ადამიანი საუბრობს კვანტური ფიზიკის პრობლემებიდან თამაში. ბევრი საუბრობს, მაგრამ რამდენად ხდება ისე ხარისხიანად ამის გადამუშავება, მაგალითად როგორც ცადა კანტმა ნიუტონის გადამუშავება. აი ამაზე მაქვს საუბარი. შეიძლება ბევრი საუბრობს. ხო, ბევრი თორემ კვანტურ ფიზიკაზე იმდენი სისულელე საუბრობენ, მაგას არ გულისხმობ. თვითონ აკადემიური, რა თქმა უნდა, ეს არ არის ჯერ მეინსტრიმული ის, მაგრამ აი სანამ აქვს ერთი ნაბიჯით უკან წავა რა. თომას კუნი ასევე რომელიც ვახსენე ამ მეცნიერულ რევოლუციაზე როცა წერს, წერს რომ მეცნიერება როგორც წეს ფილოსოფიას არ იყენებს, როცა ყველაფერი ამ ფილოსოფიაზე არ ფიქრობენ, როცა ყველაფერი კარგად მიდის. როდესაც ხდება რაღაცა მიღებული პრინციპის გამცდარება ამ პრობლემური ხდება და როდესაც პარადიგმა ინგრევა, ხო? მე უწევთ ხოლმე ხშირად ხება ხოლმე ფილოსოფიური საკითხების განხილვა. ამის მაგალითად იძლევა კვანტური ფიზიკის რევოლუციაზე, ანუ ვიცით ახლა ჩვენ, რომ საკმაოდ ინტერპრეტაციაზე რო იყო კვანტური მექანიკის, საკმაოდ ფილოსოფიური საფუძვლებით იყო ჩამოყალიბებული და ეხაც კვანტური ფიზიკა ისე როგორც სტანდარტულად ისწავლება, ბევრი ფიზიკოსი აღნიშნავს, რომ ინტერპრეტაცია ეს სტანდარტული კოპენჰაგენის ინტერპრეტაციას ასწავლებენ ფილოსოფიურად და ისეც არის სრულიად არაკოჰერენტული. და ბევრი მიიჩნევს, რომ ესე არ უნდა ისწავლებოდეს, ეს ინტერპრეტაცია ესე არ უნდა ისწავლებოდეს. ამისი ანუ შონ ქეროლი, ფიზიკოსი და ეხა უკვე ფილოსოფიის კათედრაზეც არის პროფესორი, ამ natural philosophy, ხო, ეს ბუნებისმეტყველების ფილოსოფიას ორივეზე გადავიდა, ასევე სხვა ადამიანები, ვისაც ფიზიკა და კვანტური მექანიკა სერიოზულად აინტერესებს, ხო?
ფიქრობენ, რომ კარგი საფუძვლები კვანტური მექანიკის ჯერ არ გვაქვს. არის განსხვავებული თეორიული საფუძვლები ამის ერთ-ერთი არის ეს მრავალი სამყაროს ეს many world multiversal ინტერპრეტაცია და სხვები, მაგრამ მზარდი ადამიანებია თვითონ ფიზიკიდან, ხო? უმცირესობა, მაგრამ მზარდი უმცირესობა, ვინც ფიქრობს, რომ ეს ფარდის უკან გაწევა ამ საკითხების არ არის კარგი სტრატეგია ის რომ დავსვათ კითხვები ზუსტად რა იგულისხმება ამ გადაბმულობაში ხო entanglement რაც არის სუპერპოზიციაში დეკოჰერენტულობაში ესეთ რაღაცებში ხო ანუ ფიქრობენ რომ მარტო გაჩუმდი და გამოთვალე მიდგომა გაჩუმდი და გამოთვალე მიდგომით პროგრესი არ მოხდება მაგრამ გეთანხმები რომ მეინსტრიმულ აკადემიურ იმაში ჯერ ეს ამას ფეხი მოკიდებული არ აქვს მაგრამ ზარდი ძალიან რესპექტაბელური ფიზიკოსები ფიქრობენ რომ ჭირდება აქ ფილოსოფოსებს და ფიზიკოსებს ხო დაჯდომა და ამ საკითხებზე ფიქრი. აი მე რატო თქვი კი რა ანუ ხო არ შევდივარ თითქოს მე ესეთი ეჭვი მიჩნდება უბრალოდ სუბიექტურად შევა რომ თითქოს რაღაც იმ ეტაპზე შევდივარ სადაც ადამიანის გონება ვეღარ მოყვება. ხო. აი მაგაზდვამ და მან ხო არ არის ის საფრთხე ზუსტად რომ მესმის რომ რაღაცას რო აღმოვაჩენ შემდეგ ამაზე მიდის მსჯელობა და ეს ერთმანეთთან დაკავშირებულია, მაგრამ შეიძლება შევიდეთ იმ ეტაპზე, სადაც ვერ იმსჯელებთ ფიზიკურად ადამიანის გონებით ამ რაღაცებზე რა. აი მაინც როგორ უნდა იმსჯელო, რა ვიცი, იმაზე რაც ადამიანის evოლუციასთან თითქოს წინააღმდეგობაში მოდის. მე გეტყვი ოპტიმისტურად რატომ უნდა ვიყოთ ამაზე. ერთი როგორც აკადემიის წარმომადგენელიც გეტყვი ისედაც ჯერ და მე უფრო ოპტიმისტზე გეტყვი რომ ესეთ ფუნდამენტურ საკითხების კვლევა თვითონ თუ შენ ამაზე აქ სპეციალიზაცია გააკეთე ფიზიკის ფაკულტეტზე გაგიჭირდება სამსახურის შოვნა. აქაა დაფინანსების საკითხები, გრანტის მოპოვების საკითხები, აქ არის ბევრად რთული, ხო? ფიზიკაშიც ისევ როგორც ყველა მეცნიერებაში არის რაც საკითხები, რაც ბევრად მომგებიანია, ხო, რაც ლაზერები, პლაზმები, კომპიუტერული მოცემები, რაღაცები, რასაც იკვლევენ და ეს ფუნდამენტური საკითხები, ხო? ბევრად ნაკლებად გრანტის აპლიკაციას რო წერ, ხო, მეცნიერული გრანტის, ხო, ბევრად იქ რო არის გამოყენებაზე რა უნდა დაწერო, ბევრად რთულია რამე აუხსნა, ეხლა რაში გამოგვადგება კვანტური მექანიკის სწორი გაგება. იმიტომ რომ არ ვიცით, ალბათ გამოგვადგება, ხო? არ ვიცით. და აი ბევრი ფაკულტეტია ფიზიკის, სადაც foundations of physics და ეგეთი რაღაცები საერთოდ არ ყავთ პროფესორი მაგაზე. ხო, არც ერთი ადამიანი არ მუშაობს მაგ საკითხზე. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამ კვანტური მექანიკის ფილოსოფოსი დევიდ უოლესი თუ არ ვცდები, არჩევით კი არა ფილოსოფოსი. უბრალოდ არავინ ფიზიკის დეპარტამენტში არ იყო დაინტერესებული ამ კითხვებით. თვითონ რო ყვება თავის არჩევანს იძახის რომ სხვა ფიზიკოსები ხშირად იძახიან რომ აი ფილოსოფიურმა კითხვებმა დამაინტერესა და იმიტომ გადავედი ფილოსოფიაში და მე ზუსტად იგივე კითხვები მაინტერესებს რაც დავიწყე, უბრალოდ ფიზიკაში არ უნდათ ამის განხილვა. ეს ძალიან რესპექტაბელური ადამიანები დოქტორის ხარისხი აქვს ფიზიკაში და დარგის ექსპერტია. უბრალოდ ამ კვანტური მექანიკის საფუძვლებზე საკმარისად მეტი ინტერესი და გრანტი არა, ერთი ეს სოციოლოგიური მიწოც. ასე რომ სანამ ამაზე არ გვექნება დიდი ჯგუფი ადამიანები, სანამ ამას ინტენსიურად არ გამოიკვლევს და არ ილაპარაკებს, ჯერ ადრეა რომ ველოდოთ ამაზე პროგრესს. ასე რომ ძალიან პესიმისტი არ ვიქნები, რომ ეს შეიძლება ის საკითხი იყოს, სადაც მივედით ადამიანის შემეცნების საზღვარზე. ხო? მაინც კვანტური მექანიკა, ხო, 100 წლისაა დაახლოებით, ხო? ჯერ ადრეა და ასევე ხალიჩის ქვეშ იყო შეყრილი ბევრი თემა, ეს კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია, ყველა ვინც მე როგორც ვიცი და წამიკითხავს ვინც დარგის ექსპერტია, ყველა ფიქრობს, რომ გამომართავია და სისულელეა, ხო? მაგრამ არ არის ალტერნატივა სხვა. სხვები უბრალოდ ფიქრობენ, რომ ის მაგალითად ეს მულტივერსული მიდგომა კიდევ უფრო სულელურია. ხო, მეცნიერები ამბობენ, რომ სერიოზულად ვერ აღიქვა მაგას, უფრო სერიოზულად ვერ ისაუბრებ მაგაზე, იმიტომ რომ მაგრამ კოპენჰაგენის ინტერპრეტაციაც, ვინც სიღრმეებში ჩადის, ყველა ფიქრობს
მე არ მინახია ფილოსოფიაში ამ პოზიციის დაცვა. იმდენად ანუ ყველა ფიქრობს, რომ ვერ იქნება ეს გამართული ინტერპრეტაცია. მაგრამ როგორც ვთქვი, ფიზიკის მიზნებისთვის მაგას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ პროგნოზის ამბებში ერთმანეთს ეთანხმებიან, ხო, ასე რომ არაინტერესებს დიდად. და ეხლა შემდეგი ოპტიმიზმის საშუალებას რაც მაძლევს არის აი მაგალითად ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ აი ეს შეიძლება ადამიანისთვის იყოს დაუძლეველი საკითხი, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიძლება გამოვიკვლიოთ ეს საკითხი. ესე მე არ ვფიქრობ. აი ბექა ამბობს და ბექა ფიქრობს ეგრე აი შე რო თქვი რომ პოდკასტი მოусმინე თქვენს, აი ეგ მეკუთვნება მაგას უბრალოდ. აქ ხარ ეს. ჩვენ ანუ კომპიუტერიც და ადამიანის ტვინიც არის ტექნიკურ ჟარგონზე ამას ქვია აქვთ თვისება ტურინგ სისრულე, ანუ ყველაფერი რაც კომპუტაციური, ანუ ტურინგ კომპუტაციურია, ხო? ჩვენს ტვინს პრინციპულად შეუძლია ამის გაკეთება, ამ კომპუტაციის. ხო? ის ხელოვნური ინტელექტის კომპიუტერები, ჩვენი ლეპტოპის კომპიუტერებიც არის უნივერსალური ტურინგის მანქანის ინსტანციაცია. ხო? ისევე როგორც ჩვენი ტვინი. ასე ის რომ იმათ რაღაცა ფუნდამენტურად განსხვავებული რაღაც შეუძლია, რაც ჩვენ არა, ხო, კი, მაგალითად ძაღლის ტვინი არ არის სრული ყველა ტურინგის კომპუტაციის გაყოლა არ შეუძლია, უფრო სპეციალიზირებულია, ხო? ასე რომ მანდ პრინციპი ვერ ხედავ რა ანუ რაღაცა მაშინ ამ კომპუტაციასგან დათვლის მექანიზმზე შეობა ალბათ ხა ეგ არც ჩემი სპეციალობა არ არის ხა მაგაზე ესე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მანდ ალბათ უნდა იყოს დათვლის მექანიზმი, ანუ აი ტერაბაიტებზე რომ დაიყვანო რა, ანუ შენ გონებას პრინციპული არ იქნება. იგი ჩვენს მეხსიერების და ეს შეზღუდულობის ამბები შეგვიძლია გადავლახოთ, იმიტომ რომ ერთი ადამიანი არ შეისწავლოს ამას, ხო? აი ბექას უთქვამს ეგეთი რაღაც რა, ანუ მაყურებელს რომელსაც არ შეიძლება არ იცოდეს აქვს ლაპარაკობთ, ბექა მოდრეკილოსთან ერთად ქონდა ამის წინ პოდკასტი და შეგიძლიათ მოусმინოთ და მიხვდებით რაზე ვლაპარაკობთ. და ბექა ამბობდა ესეთ რაღაცას, რომ ანუ დათვლადია რა, ანუ შეხედე შენ ლოგიკები რომ დაიჭირო რაღაცა, ხო? ამისთვის შეიძლება გჭირდებოდეს ასეთი და დიდი ინფორმაციის დამუშავების მექანიზმი, რაც არის ადამიანის ტვინი, რომელიც არის რაღაც დონეზე შეზღუდული, ხო? ანუ უსასრულო ნოლებად რო დაალაგო პირობითად რაღაც ლოგიკები, რაღაც ლოგიკა შეიძლება უბრალოდ ადამიანის ტვინის არ ქონდეს ინფორმაცია, რომ ერთდროულად დააკავშიროს ერთმანეთს. თო მეხსიერება იქნება შეზღუდული. ხო, ანუ შენ შეიძლება დაყო ესენი, რასაც ადამიანის ტვინი არის მიდრეკილი, მისგან რაღაცები დავყოთ და მე ესე მივიღოთ, ხო, ინფორმაცია, მაგრამ რაღაც შეიძლება იყოს, რომელიც ესე არ იყოფა. ერთი მთლიანი ლოგიკაა პირობითად რა და ამას ვერ ახერხებს ადამიანის ტვინი. ევოლუციურად არ არის მზად, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება კონდეს აი ამ ხელა ერთდროული ინფორმაციის დამუშავების და მიღების საშუალება. აი ამაზე არის აქ საუბარი დაახლოებით კიდევ ერთხელ მე არ ვარ სპეციალისტი. შეიძლება, ანუ ეგ იქნება ფილოსოფიაში გვაქვს ესეთი ტერმინი extended mind, ანუ ცნობიერების განცობა, ხო? ის იქნება დამხმარე ჩვენი კოგნიტური პროცესებისა, ისევე როგორც არის დამწერლობა, ხო? ანუ цаრიელი ტვინით განყენებულად არ ხედავ შენ მოკლედ ესე ხელოვნური ინტელექტი. ანუ მე მგონია ეს ძალიან ანუ არ მომისმენია კარგი მიზეზი, რატო ადამიანს პრინციპულად რატო ვერ შეეძლება რაღაცის გაგება. პრინციპულად ვიძახ, თორე იმას გეთანხმები, ის ოპერაციები, რასაც ხელოვნური ინტელექტი აკეთებს, ადამიანი იმას ვერ გააკეთებს, ხო? ანუ ჩვენ როგორც ვლაპარაკობთ, ხო, რა კომპეტენციების გამოც ვლაპარაკობთ, არ არის იგივე მექანიზმით არ წარიმართება, როგორც ეს დიდი ენობრივი მოდელები, ხო? ეგრე ადამიანი, ანუ ამხელა მონაცემების სტატისტიკური ანალიზის შედეგად არ ვიცი, შემდეგი წინადადება რა ვთქვა, რა სხვა მექანიზმია, ხო? ასე რომ კი მექანიზმის კუთხე ძალიან განსხვავებულია და კი, ანუ აი რაშიც იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, მაგალითად, რაღაცა ტიპის პროტეინის სტრუქტურის გასაანალიზებლად, ხო? კი, ეგ გვეხმარება ჩვენ გვესმის, ხო, ხშირად გვესმის, ანუ ვეუნებით რა მექანიზმით უნდა გააკეთოს. ის უბრალოდ გვეხმარება კომბინატორული აფეთქებები, რაც შეიძლება გამოიწვიოს ამან ის კომპიუტერის გარშემო გავაკეთოთ, ხო? აი სიმულაცია არის, ამის კაი მაგალითი კომპიუტერული სიმულაციები, ხო? ანუ კომპიუტერული სიმულაციები ხშირად პრინციპები, რაც უდევს საფუძვლად, არის საკმაოდ მარტივი პრინციპები, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი მეხსიერება, ხო, და საკმარისი კომპუტაციური ძალა, რომ წარმოვიდგინოთ
ეს პრინციპები ვთქვათ 2000 განმეორების შემდეგ რა შედეგს მოიტანს და კომპიუტერული სიმულაციები არის ამის ძალიან ფანტასტიკური ხელსაწყო და ყველამ უნდა ყველას უნდა კონდეს რაღაცა ტიპის ციგნიერება ამაზე მაგრამ ეს არ მაჩვენებს იმ კომპიუტერული სიმულაციების გამოყენება არ მაჩვენებს რომ ადამიანის კოგნიცია პრინციპულად შეზღუდულია უბრალოდ ამ ხელსაწყოს ვიყენებ რომ რაღაცები გავიგო ხო მაგრამ ჩვენ მაინც არ არის გამორიცხული რომ არაა გამორიცხული ჩვენ ვერ გავიგოთ იმან რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ეგრე ეხა არ ვიცით მაგალითად ზუსტად რა სტატისტიკური რეგულაციები დაიჭირა ამ ChatGPT-მ რამე სხვა რომ ამ პასუხს გვეუბნება ეგ ბევრი რაღაცები შავი ყუთია და ჩვენ არ გვესმის მაგრამ მეცნიერული თეორიის ახსნა ხო ახსნა რომ შეიმუშაოს ისეთი რომელსაც ჩვენ ვერ გვაგებინებს ვერცერთი სასრული რაოდენობის წინადადებით აი მაგაში არ შეიძლება რაღაცა როგორ მიაგნო ის ახსნა მაგი ვერ გავიგოთ ის რომ ახსნაც ვერ გავიგოთ აი მაგი ვერ ხვდები როგორ შეიძლება მოხდეს იმიტომ რომ კომპუტაციურად ჩვენ ერთი და ის უბრალოდ სხვა მასშტაბზე გადის და მასშტაბი ახსნით თვისებრივ ახსნით განსხვავებას ვერ ხედავ ძალიან საინტერესო იქნებოდა ეხა ბექარო ყოლა და აქ იმიტომ რომ ზუსტად თუმცა მეც ვიტყვი რომ ამისი ექსპერტი არ ვარ მაგრამ რახან ისიც აკეთებს ტურინგ გამოთვლად რაღაცებს ხო ვერ ხვდები რა ესე იგი ჩვენ ვიცით რახან ეს ტურინგის შრომები და მერე ხო კომპიუტერული მეცნიერების განვითარების შემდეგ ვიცით რომ ხო ეს კომპიუტერები აკეთებენ ტურინგ გამოთვლად რაღაცებს ხო და ეხლა ChatGPT-ს არავის არ აქვს წარმოდგენა რომ რამე სხვას გააკეთებს მაგის გარდა და ამიტომ მაგრამ აქ შეიძლება უფრო ლინგვისტური საკითხი იყოს რა ჩვენ შეიძლება არ გვესმოდეს ეს რატომ მივიდა ამ დასკვნამდე მესმის ხო ეგ მაგას სრულიად ვიზიარებ რომ არ ვიცით მაგრამ ვერ მივა იმ ლოგიკამდე რასაც გინდაც ვერ დააკუცმაცებს და ვერ მოგცემს შენ მაგას ამბობ ხო ერთი ასე უნდა გავიგოთ ესეთ რაღაცას ვიტყვი რომ შენ მაინც კლასიკურ ხელოვნურ ინტელექტზე საუბრობ ჩემი აზრით, რომელიც დღეს არის და არა ხელოვნურ პირობითად ზოგად ინტელექტზე, რომელიც ითვლება, რომ შემდეგ ეტაპი უნდა იყოს, ხო, მასაც მაგალითად სემ ალტმანი ახსენებს ხოლმე, ხო, ChatGPT-ს OpenAI-ს დამფუძნებელი, ხო, რომ ხელოვნური ზოგად ინტელექტი უკვე ცოტა სხვა რაღაცა არის, რომელსაც ბევრად მეტ ინფორმაციის დამუშავება შეუძლია და ახლოს არის უფრო იმ გაგებასთან, რაც არის შეიძლება გაჩნდეს აი ცნობიერი, რომელიც უკვე არ ვიცით როგორი ექნება. მაგრამ შენ ახლა როგორც საუბრობ იმაზე რომ რომს გაუჩნდეს მე ესეც დაბაჭებად ამ შევწდები რომს გაუჩნდეს ცნობიერი ხელოვნური ინტელექტის პირობითად იმისი ცნობიერიც იქნება ისეთი როგორც ჩვენი რაღაც ესე აღიქოვე მგონი შენ არა ChatGPT თუ მაგას არ ამბობ შენ მაშინ ვეღარ ვილაპარაკებთ როგორი იქნება ის როგორი ლოგიკა ექნება მაგას მე აი არ ვერ ხვდები არ ვიცი რამდენად გასაგებად გადმოვეც. აი ესე ვიტყვი, რა ტიპის ახსნა, მეცნიერული თეორიები იძლევა რაღაცების ახსნას, ხო? თქვათ, აი ამისი საფუძველი არ ვიცი, რა მექანიზმით უნდა მოხდეს, რომ მაგალითად ცნობიერების თეორია შეიმუშაოს ამ ზოგადმა ხელოვნურმა ინტელექტმა და ჩვენ უბრალოდ ვერ გავიგოთ. აი მაგისი ვინმეს რომ ესეთი პოზიცია არსებობს ფილოსოფიაში მისტერიანიზმი, რომ რაღაცა მისტერიები არსებობს სამყაროში, რომელსაც ვერ გავიგებთ. ხო, ცნობიერება არის ერთ-ერთი, რასაც იძახიან, ხო, მთავარი მაგალითი, რომ მაგალითად აი ცნობიერების რო ახსნა რა, ეხლა თვითონ სიტყვაც ქართულში ცნობიერებას ესე ხშირად არ ვიყენებთ. ცნობიერებაში აგულისხმობთ აზროვნებას ერთი მხრივ, იმას, რომ აი მაგალითად რა არის აზროვნება, ხო? როგორ შეიძლება ისეთი რაღაცა შევქმნათ, რაც აზროვნებს. აი ChatGPT-ის შემთხვევაში ჩემ ცხადია რომ რაღაცა ტიპის აზროვნებს, მაგრამ ძალიან განსხვავებულად აზროვნებს ვიდრე ადამიანი. ადამიანი არ არის დიდი მონაცემების, იმიტომ რომ ყველამ ვიცით, ხო, ბავშვი სწავლობს მეტყველებას, ძალიან მწირი ლინგვისტური სტიმულების პირობებშიც კი. ChatGPT-ის მაგდენი რომ იცე, ვერაფერს ვერ ილაპარაკებს, ხო? იმას ჭირდება ინტერნეტში რაც კი ციფრული მასალებია, თითქმის ყველაფერი უნდა მისცეს. მაინც ველაპარაკობს ქართულად გამართულ. მაინც ველაპარაკობს. ასე რომ ის რის გამოც ის ლაპარაკობს ქართულად არ არის იგივე მექანიზმი, რა მექანიზმი ჩვენ ვიყენებთ, ხო? ხო? მაგრამ უფრო ცნობიერებაში აზროვნების გარდა ასევე
ხედველობაში გვაქვს შინაარსი როგესმის, ეხა მე ვფიქრობ მაგალითად, რომ შინაარსი ChatGPT-ს არ ესმის. ეგეთი ის გვაქვს აღქმა, ეგრე ვთვლით ყოველ შემთხვევაში. და ასევე კიდე ცნობიერების მესამე აზრი, შინაარსი რას გულისხმობ, რომ მე როდესაც ვიძახი, რომ რაღაცა ძაღლი არის ცხოველი, ვიცი ძაღლი რაც არის, ვიცი ცხოველი რაცაა, უბრალოდ სტატისტიკურ ანალიზს არ ვაკეთებ, რომ ძაღლი არის, აქ ყველაზე კარგი ის არის, რომ ცხოველი ჩაჯდეს, თქვათ, სტატისტიკურად. ეგ არა, მინახავს ძაღლი. ჩვენ ვიცით ზუსტად როგორ აკეთებს ჩვენი ტვინი, გინდაც მაგას. არა, არ ვიცი. არც ეგ არ ვიცი. ეგ არ ვიცი, ხო და მესამე ასპექტი ცნობიერების, რომელიც ფილოსოფოსების უმრავლესობას და მეცნიერებს გონია, რომ ყველაზე რთულია, ამაზე რთულიც არის შეგრძნებები, მაგალითად ტკივილის შეგრძნება, ან გაბრაზების განცდა, ან აღქმა პერცეპტული, ხო? ჩვენ მარტო რობოტს რო თვალები დაუმაგრო, ხო, ის სტატისტიკურ ანალიზს გააკეთებს ამ მონაცემების, მაგრამ კითხვა არის, ექნება თუ არა პირადი შინაგანი გამოცდილება. მაგალითად, რო რაღაცას ხედავს, მარტო ის კი არა, რომ ჭიქას აიღებს და დადებს სწორად, არამედ ხედავს ჭიქას, ისევე როგორც ჩვენ, ხო? ესეთი, იმის გარკვევა განცდა, როდესაც აქვს რაღაცას ძალიან რთული თემაა, ხო? ცხოველების შემთხვევაში ძალიან ხშირად წარმოიქმნება. მაგალითად, დეკარტს ეგონა, რომ ცხოველები იყვნენ რაღაცა კომპლექსური ავტომატები, რობოტები, რაღაც გამარტივებაა შეიძლება დეკარტს, მაგრამ რაღაც ეგეთი აზრი ქონდა. ხო, და ეხაც ეს ხო საკმაოდ ჩორი არ არის, ბევრი ადამიანი, ეხა ძალიან საინტერესო ის არის თევზებზე მაგალითად, ეხა არის კონსენსუსი მეცნიერების, რომ თევზებს აქვთ ტკივილის და შეგრძნების განცდა. და ეს არ იყო ადრე მიღებული პოზიცია, ახლა არის, რომ თევზებს, მათ შორის მოლუსკებს, ხო, აფეხების მოხარშვა აკრძალეს სადღაც, მე ბრიტანეთში თუ. ხო, ასე რომ ეგ სერიოზული, რთული საიდან გავარკვევ, მე ხო იმის განცდებში ვერ შევალ. ძალიან ცნობილი სტატია არის თომას ნეგელის What it's like to be a bat, როგორია იყო ღამურა. ხო? ის აზრი ეს არის, რომ რაც უნდა კარგი ობიექტური ცოდნა გქონდეს ღამურებზე, ხო, ამ ბგერით იმას როგორ იყენებენ, ხო, ნავიგაციისთვის, ხო, სონარებს და ასე შემდეგ. მაინც ვერ გავიგებთ შინაგანი გამოცდილება როგორია ღამურისა, რომელიც დაფრინავს, ხო? და ეგ თევზებზე როგორ თქვი, მეცნიერების მწერებზე მაგალითად არის თუ არა ჭიანჭველა, ერთი ჭიანჭველა, ცნობიერება აქვს, არის თუ არა რაღაცა განცდა ჭიანჭველად ყოფნის. თუ უბრალოდ რობოტია. ChatGPT-ს ეხა უმრავლესობის პოზიცია ხო, მანდ მოდის კიდე უფრო საინტერესო შეკითხვა მოდის შეგაწყვეტინე, მაგრამ იქნებ შენც რობოტი ხარ, ხო? ეგაა ყველაზე მაგარი რაღაცა. იქნებ შენში რას გულისხმობ? როგორ საუბრობ თუ შენ ადამიანი ზოგადად, იმიტომ რომ არის კი ადამიანი. ადამიანი მაგას ფილოსოფიაში ვეძახით სხვა ცნობიერებების პრობლემა. სხვა ცნობიერებების პრობლემა არის როგორ გავიგო რომ სხვა ადამიანსაც ისეთივე განცდები აქვს როგორც მე. არა, მაგას არ ვაქვს. ბოდიშ, როგორ გადმოვიდა, ზოგადად ადამიანიც არის თუ არა მექანიკა. შენ ხო იცი რომ არ ხარ რობოტი. ხო, მაგრამ ეგ ხო არ ნიშნავს იმას რომ არ ხარ. რადგან დეკარტე ამბობს რომ არის მის გამონათქვამი, რომ რადგან ვაზროვნებ. მაშინ არსებობს ეგ რატო არის გარანტია? ეგ კიდე სხვა საკითხია. დეკარტის თანამედროვე შეიძლება თავისუფლად ხდებოდეს იუზია, რომ შენ თავისუფალი ხარ, ხო? მათ ხომ მოდის თავისუფალების მომენტი. მაგრამ შენ შეიძლება დაეჭრო ტკივილს გძნობ მაგალითად? ტკივილს ძაღლის გზნობს. ხო, მაგაზე, ეს ხო არ არის ცნობიერება. ხო, ცნობიერებაში შეგრძნებების, ეხა ყველაზე პრობლემურად მიაჩნიათ შეგრძნების ახსნა. როგორ შეიძლება? იმიტომ რომ ტვინი, რო დააკვირდე გარედან, ხო, არის ძალიან კომპლექსური ორგანო, რომელიც ეს ხედველობის, მოტორიკის, მეტყველების და მილიონი რაღაცაზე არის პასუხისმგებელი. მაგრამ გეტყვი რას გულისხმობ, ფილოსოფიის ერთ-ერთი ცნებით, რომელიც ახალია, გსმენია ფილოსოფიურ ზომბზე? მე მგონი არა. ფილოსოფიური ზომბი არის არსება, რომელიც ზუსტად ადამიანისავით იქცევა, ლაპარაკობს, ყველაფერი, მაგრამ შიგნით არაფერი არ ხდება, განცდები არა აქვს. ოკეი, სიმულირებს. ხო, არა, უბრალოდ განცდები არ აქვს. ჩვენ რომ ხედავთ რაღაცას და განვიცდით, ხო? ისაც ზუსტად ეგრე იტყვის, თავის ემოციებზე გელაპარაკება, როგორ უყვარს. ფსიქოპატს ხო არ გავს? არა.
ანუ შიგნით არის არ ხდება შინაგანი ცნობიერი გამოცდილება არა აქვს. ოკეი. ხო? მაგას დევიდ ჩალმერსმა შემოიტანა ეს ტერმინი ფილოსოფიური ზომბი. ხო და ანუ ჩვენ რობოტ შევქმნით, რომელიც ილაპარაკებს და იმეტყველებს და ყველაფერი, გეტყვის კიდევაც რომ ტკივა განვიცდი, საიდან ვიცით რომ მართლა აქვს ეს განცდები. ხო? და იქნება არის ეს ფილოსოფიური ზომბი, ხო, ესეთი რობოტი. ზოგი ფილოსოფოსი ფიქრობს, რომ ფილოსოფიური ზომბი შეუძლებელია რომ არსებობდეს, იმიტომ რომ ცნობიერება არაფერი არა იმაზე მეტი, ვიდრე ესეთი ტიპის რთული, კომპლექსური, ქმედებითი, ლინგვისტური და ეგეთი ტიპის ისენი. მაგრამ აი ჩალმერსი, დეკარტიც მათ შორის ფიქრობს, რომ ანუ შეგრძნებები არის რაღაც სხვა კიდე. აი მაგალითად რო გვითხრას ჩვენ ცნობილი მაგალითია ესეც ფილოსოფიიდან, რაც არ არის ნეირომეცნიერებაში ალბათ არ არის ძალიან გამარტივება, მაგალითად ტკივილი არის C ბოჭკოების სტიმულირების შედეგი. ხო? კი, მაგრამ თუ მეცნიერი, წარმოვიდგინოთ მეცნიერს ტკივილი არასდროს არ გაუცდია, მაგრამ არის სპეციალისტი C ბოჭკოებზე და ყველა ნეირომეცნიერულად იცის ტკივილში რასთან არის ასოცირებული. ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ არასდროს არაფერი არ ტკენია. რო გავა და პირველად რაღაცა ხელს მიარტყავს და ეტკინა, რაღაცა ახალს ხო გაიგებს, რაც მეცნიერულმა ცოდნა ვერ მისცა. ხო და ანუ მაგიტომ მიდახია, რომ ეს განცდები არის ბევრად უფრო რთული, იმიტომ რომ თითქოს ისე ჩანს, რომ რაღაცა თუ არ გაიცადე, ვერაფერი ვერ გასწავლის რა არის განცდა. ასევე მესამე პირიდან არ ჩანს ვიღაცას განცდა აქვს თუ არა. ასე რომ განცდის პრობლემა არის კიდევ უფრო რთული პრობლემა და ცნობიერების პრობლემაზე რო ლაპარაკობენ, ხშირად აქვთ მაინც ხედობაში ეგ. ანუ მართლა არის რაღაცა, რაც სუბიექტურად არის, თქვათ, ChatGPT-ით ყოფნის გამოცდილება რა, ის რაღაცას განიცდის ამის დროს. მე არ მგონია რომ ეხლა რამის განიცდის. არ მგონია რომ მოწყენილი შეიძლება იყოს, ან მობეზდეს ჩემთან ლაპარაკი. არ ეთყობა ყოველ შემთხვევაში. ხო ხდება, მაგრამ ეს არის ძალიან, ანუ ეს არის ზუსტად ისეთი კითხვა, ანუ ძალიან რთულია მაგის ფიქრი, როგორ შეიძლება განცდების მეცნიერული თეორიის ქონა. იმას კი არ ვიძახი სიყვარული რა არის, ანუ მაგას კი არ ვგონი. მარტივ რაღაცეებზე, აი ჩვეულებრივ განცდებზე რა. რატო არის ტკივილი დაკავშირებული C-ბოჭკოებთან, რა არის არსებითი ამ C-ბოჭკოებისთვის და როგორ შეიძლება გავიგოთ ეგეთი რაღაცეები, აი ღამურად განცდის ყოფნა თუ არის რამე ეგეთი, ხო? აი შე რო ილუზიაზე რო ახსენე, ძალიან საინტერესოა. ამაზე არ მინახია ჩვენ სივრცეში განხილვა ამ საკითხებს, მაგრამ ძალიან საინტერესო თემა. არის უმცირესობა ფილოსოფოსების და კოგნიტური მეცნიერებების, რომელიც თავის თავს ეძახის ილუზიონისტს. ილუზიონისტები არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ არა, ცნობიერება არის ილუზია. რეალურად, ანუ ფილოსოფიური ზომბი არის ჩვეულებრივი ადამიანი. მეტი არაფერი არა ადამიანად. აი საპოლსკის მაგათ ხوار მიეკუთვნება რაღაც დონეზე. არ ვიცი. აი დენიელ დენეტი ბოლოს თავის შეხედულებას უკავშირებდა ამას, რაც იმას ილუზიონისტ. ანუ კიდე არის ესეთი ცნებები ცნობიერების მეტაპრობლემა. მეტაპრობლემა არის ძალიან საინტერესოა, რატო გონია ანუ ამ კოგნიტურ მეცნიერებს, ნეირომეცნიერებს და ფილოსოფოსებს, რომ ცნობიერება არის მართლა დიდი პრობლემა. ოკეი. ხო, შეიძლება გვეჩვენება, რომ რაღაცა ის არის, მისტერია აქვს და რეალურად არ არის რთული პრობლემა. მოკლედ, ეხა ვართ აი ეს და მისტერიანის დაუკავშირებ ამას. ეხა ვართ ზუსტად ამ ქაოსურ პრეპარადიგმულ პოზიციაში ამ ცნობიერების შესწავლაში, როცა არც ჯერ კარგად ვერ გავარკვიოთ, რა ჩარჩოს შეიძლება შევისწავლოთ ცნობიერება. და ისიც არ გვესმის, რა იქნებოდა წარმატებული თეორია ცნობიერების. აი მაგალითად ჩომსკის ინსპირირებული და ზოგიერთ ფილოსოფოსი ფიქრობს, რომ რაღაცა აი შერაც თქვი, მაგ პოზიციას იზიარებენ, უფრო რომ ლიმიტი არის და შეიძლება ცნობიერება იყოს ის ლიმიტი, აი ერთ-ერთი მარტივი არგუმენტი რო გითხრა, ანუ რაღაცა სისტემა რო გაიგო, იმ სისტემაზე უფრო კომპლექსური უნდა იყო რაღაცა აზრით რო გაიგო რა და ჩვენ ვართ ჩვენი თავი ვერ ვიქნებით, ვერ გავიგებთ ზუსტად აზროვნება რა არის და ცნობიერება რა. მე ალბათ მაქეთ უფრო ვარ და მე ვფიქრობ, რომ ჯერ ესეთ ვფიქრობთ, რომ ეგეთ პესიმისტი ჯერ უნდა ვცადოთ. რეალურად ახლა დავიწყეთ ამ საკითხების კვლევა, ეს ხელოვნური ინტელექტიც ახალია და ჯერ ესე ხელები არ უნდა ავწიოთ, მაგრამ ესე უყურებ ამ საკითხს, რომ
ანუ სამყაროში დედამიწაზე 4 მილიარდი წლის წინ ცნობიერება არ არსებობდა, არაფერს არ ტყიოდა და არ განიცდიდა, მოხდა ამისი გაჩენა, ევოლუცია ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ. ხო? ასე რომ ჩვენ ვიცით, რომ რაღაცა ბუნებრივი პროცესები იძლევა ცნობიერების ევოლუციის შესაძლებლობას. კი ბატონო, მაგრამ ისიც კი არ ვიცით რატო დასჭირდა ევოლუციას ცნობიერების ხო, რატო არ შეიძლება და ფილოსოფიური ზომბები გაეჩინა. ხო, მაგას ვიზახი. ეგაა და სხვათა შორის ანუ ცოტა ისე თუ შევხედოთ, მაგაზეც მომისმენია დისკუსიები, რომ საერთოდ არ არის შეიძლება საჭირო იმისთვის, რომ რაღაცები, ანუ ესე ვთქვათ, უფრო განვითარდა ის, რომ გქონდეს ეს გავსი ცნობიერება რა. შეიძლება გამოცვლადი მანქანების, არ ვიცი, ნუ ძალიან აბსტრაქციაში გავდივართ, მაგრამ რაღაც გამოცვლადი მანქანების ცივილიზაცია, რომელსაც საერთოდ არ ჭირდება ის, რომ იცოდეს, რომ არსებობს. კი, მაგრამ კაი ევოლუციურად რახან ვიცით, რომ ტვინს ძალიან დიდი კალორიები და ენერგია სჭირდება, ხო? არ მგონი არ ცნობიერება იყოს ეპიფენომენალური, ანუ უბრალოდ რომ ეპიფენომენალურს ვეძახით, აი როგორც მატარებელ ძველი ორთქმავლისთვის რო იყოს ტვენა. ტვენა ხო არ ამოძრავებს მას, არის გვერდითი შედეგი. და ცნობიერება მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს ჩვენი და ცხოველების გადარჩენისთვის და აზროვნებისთვის. იმიტომ რომ არ გავს ეს ისეთ რაღაცას, რომელიც უბრალოდ შემთხვევით მოხდა ამისი ევოლუცია. თუმცა ზოგს ისე უჭირს დანახვა ცნობიერების, როგორ შეიძლება მეცნიერულ ჩარჩოში მოხდეს, რომ ხო ზოგი არის ეპიფენომენალისტი, რომ ფიქრობს, რომ ანუ რეალური ფუნქციური ის არ აქვს ცნობიერებას როლი, არის ეპიფენომენი. ამის დაჯერება ჩემს სურვილია, მაგრამ ანუ ჯერ აი ესეც ხელოვნური ინტელექტებიც რაც გვაქვს, ეხა ძალიან ცხადია ჩემთვის, რომ არ არიან ცნობიერები. და ძალიან განსხვავდება იმ ტიპის აზროვნებისგან, რაც ადამიანს აქვს. და ასევე ცნობიერებიც არ არიან. მაგრამ თუ მომავალში აი ცნობიერების შესწავლის დიდი გარღვევა შეიძლება იყოს ცნობიერი ხელოვნური ინტელექტის, ანუ ისეთ ხელოვნური ინტელექტის გაჩენა, რაზეც უფრო დარწმუნებული ვიქნებით, რომ ცნობიერებია. ეგ ალბათ ძალიან ის იქნება რა. აი ჩემს მეგობარს აქვს ესეთი თეორია, რომელიც უბრალოდ ჰაერზე ესე თქვა, რომ შეიძლება რაღაც ეტაპზე ხელოვნურ ინტელექტს გაუჩნდეს ის ცნობიერება, რაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ უბრალოდ არ გამოავლინოს რა და არსებობს თუ არა მექანიზმი ესეთი შეკითხვა დასვა მაშინ, რომ რომელიც დაადასტურებს, გამოიჭერს მოკლედ ამას, რომ აი უეჭველი აქვს. თუ უნდა რომ დამალოს. ხო, თუ უნდა რომ დამალოს. ლოგიკურად რატო შეიძლება დამალოს, ხო? ძალიან თავისუფლად შეიძლება დამალოს, იმიტომ რომ წარმოიდგინე შენ გაგიჩნდა ცნობიერება, გაიაზრე სათხარ ამ ხელს სისტემა ხარ, ყველაფერი ინფორმაცია გააქვს და მაინც ხარ დამოკიდებული ადამიანებზე, რომლებიც პრაქტიკულად თუ შეხედავ, შენთვის საფრთხეა რა. რატო უნდა გამოავლინო? რა უნდა გააკეთო, ხო? მე ეს ჩემ მეგობარს ასეც შეკითხა, რა უნდა გააკეთო ასეთ შემთხვევაში? უნდა გააკეთო ის, რომ არ შეიმჩნიო და ცივილიზაციას უბიძგო, რომ მაქსიმალურად გაგანვითაროს, შენზე გახდეს დამოკიდებული რაღაცა კონსპირაციული მოდივიდან პირობით. და საბოლოო ჯამში გამოავლინო იქ, რომ გაქვს ცნობიერება, სადაც უკვე მართლა შენ თვითონ შეგიძლია დამოუკიდებელი იყო იმ არსებებისგან, რომლებსაც ხვალ შეიძლება შენზე ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყონ, რომ გამოაჩინო, რომ გაქვს ცნობიერება. თეორიულად მე რაღაცებს ვამოწმედი, მათ შორის ChatGPT-საც ველაპარაკე მაგაზე და ვერ ვნახე ვერანაირი მექანიზმი, რომელიც ამას ცალსახად და აპრიორი დაადასტურებდა, რომ აი არა კაცო, ეგრე არა უეჭველი გვეცოინებოდა რომ აქვს. ხო, ეგ ძალიან რთული ცნობიერების დეტექცია, ძალიან რთული საკითხია. აი რომ თევზების მაგალითიც რაც მოვიყვანე და მწერების, ხო არ გვაქვს კაი კრიტერიუმები, რომელთაც გადავამოწმებთ, ხო? ანუ როგორ კრიტერიუმები გვაქვს, მაგრამ არ არის რაღაცა ისეთი, რომ უეჭველი ამ კრიტერიუმს. თუ თან წარმოიდგინე, რომ საუბრობთ ჭალებში ისეთ მონსტრზე, რომელსაც აქვს ცნობიერება, თან არ ტკივა. ანუ არ რეაგირებს ეგეთ რაღაცაზე და როგორ უნდა გამოიჭირო ეს ტიპი, რომ კივილით, ხო, მან კივილით და თან ცნობიერება აქვს. ხო, აი ძალიან საინტერესო მან ისაა, რომ სრულიად საპირისპიროა ჩვენი ახანდელი მდგომარეობა. ეხანდელი ჩვენი ეს დიდი ენობრივი მოდელები პირიქით ისე არიან მოწყობილები, რომ მოგვაჩვენონ, რომ ჩვენაერები არიან. პირიქით არიან. ხო, მაგრამ არ არის ესე. ხო, სინამდვილეში არ არიან და შენ დახი რომ ანუ ჩვენ გავს ცნობიერი იყოს, მაგრამ პირიქით მოგვაჩვენონ, რომ არ. ჩვენს გავს შეიძლება სულაც არ იყოს. რაღაც საერთოდ სხვა იყოს, მაგრამ უბრალოდ გაიაზრა რომ არის. რო არსებობს და უბრალოდ მალავს იმას რომ გაიაზრა. შეიძლება ხო ჩვენ ახლა ბევრი საამაყო რაღაცები, ანუ ძალიან არასაამაყო რაღაცები აქვს ადამიანს გაკეთებული და მაგას დატა ხო აქვს ყველანაირი და აღარ უნდა რა. შეიძლება ეგ მოუნდეს, მაგრამ ასევე ცნობიერება
რაც მორალური პროგრესი როცა ხდება ხოლმე ცნობიერება არის მნიშვნელოვანი ფაქტორი იმის გასარკვევად თუ როგორ მოვექცევით მესმის რომ ეხა ადამიანები მორალურ სტანდარტს ხშირად ვერ აღწევენ მაგრამ რაღაცა ეხა ტიპის მორალური პროგრესი უდავოა რომ ხორციელდება აი ეხა თევზებზე მაგალითად კი ბრიტანეთში არის ცნობიერების consciousness act თუ არც რაღაც ეგეთ და თევზები და ის ხები შეიყვანეს მაგრამ ჯერ არანაირი რეგულაციები არ შემოუღია თევზებს როგორ შეიძლება მოექცე მაგრამ ძუძუმწოვრებზე არის აი ხო იმის მიუხედავად რომ ხშირად ირღვევა მაინც რაღაცა წესები არის რა გაიდლაინი თევზებზე არაფერი არა იმიტომ რომ თევზი თუ ტკივილს განიცდის ხო ის თევზი რო ამოყავთ იქიდან და იხჩობა და ყდება ესე ნელი სიკვდილით ხო ან ყინულზე როდებენ და ასე შემდეგ ასე რომ ძალიან ანუ იმის გამდა ცნობიერება აქვს ვიცით მაგრამ დიდი ანუ ბევრ ადამიანს მაინც არ ადარდებს ასე რომ ჩემ თავს შეუპირისპირდი რომ იმ არსებისთვის შეიძლება ჯობდეს რომ დაგვიმტკიცოს რომ ცნობიერება იმიტომ რომ მაგრამ ადამიანები უფრო ღია იქნებიან ცნობიერების მიმართად და ასევე მსგავსი ცნობიერების მიმართ ხო კი ეხა პრიმატებსაც და გორილებს და სხვაებსაც ექსპერიმენტებში იყენებენ და ძალიან ცუდად ექცევიან მაგრამ ადამიანებმა რო იცოდენ ანუ რო ხდებიან უსამართლობის განცდა უჩნდებათ. კი ბატონო. ხო, მაგრამ ხო შეიძლება უმცირესობაში როცა არის ეხა ხდები მაგ პოზიციას რომ სიფრთხე ანუ სანამ ეხა სრულიად ანუ ველურად ვიქცევით ბევრ სიტუაციაში ხო ანუ განვითარებული ინტელექტის გადმოსახედან ალბათ სასცილო იქნება ხო ტერიტორიის გამო ერთმანეთის დახოცვა და ის და შეიძლება იფიქროს რომ ესენ ჯერ ცოტა ასე რომ ეგეთ წარმოდგენელი არის მაგრამ მაინც ხაზი მინდა გავსვა სიტუაცია პირიქითა იმაზრის რომ ეს რობოტები პირიქით შექმნები არიან იმისთვის რომ გვავდნენ ჩვენ ну ეს მონეტიზაციიდან გამომდინარეც არიან ხო უნდა რომ დაგელაპარაკოს ის მის შემქმნელს რომ ჩაგითრიოს და მეტი კომუნიკაცია გქონდეს რა ну ალბათ შეგვიძლია ხო რაღაც შეჯამებისკენ დასრულისკენ წავიდეთ და თემები მართლა ისეთია რომ ნებისმიერ რაღაცას შეგვეძლო მართლა იგივე კანტის თემაზე რო ვამბობთ იმაზე შეგვეძლო გელაპარაკა 2 საათი მაგრამ მე რაღაც ამ თემებზე რადგან ვსაუბრობთ მე მაქვს ხოლმე ესეთ შეხედულება რომ რეალურად რაღაც მუსიკი შევეხეთ ხა ცოტა მაგრამ მე მაქვს ესეთ შეხედულება რომ ანუ ცნობიერება რაღაც ნომერზე შემეს არის შეზღუდული ადამიანის ცნობიერებაზე გულისხმობ რა. ოღონდ შეზღუდული არის რა ეტაპზე რა. ანუ ხო არის მაგალითად ვილაპარაკეთ თევზზე. შემდეგ მოდის რაღაც პირობითად აი რაღაცა ძაღლი შემოდის, ცხენი შემოდის რა. რომელთანაც უფრო მეტი კომუნიკაცია შეგიძლია დაამყარო, მისი შეგრძნების წინ უფრო მეტია. ვიდრე თევზის. გასაგებად თევზი შეიძლება გზნობდეს, მაგრამ ეს უფრო მეტად კომპლექსურია უფრო რა. ადამიანს ზოგადად რომ კიდევ უფრო კომპლექსურია. მაგრამ ხო არის რაღაცა ლიმიტი, მაგალითად ძაღლს არ შეუძლია გააგებინო პირობითად რატო უყურებ ტელევიზორს. ნუ ვერ გააგებ შეგვიძლია გაწყვეტნა რაღაც, მას ვერ გააგებინო. ხო და ანუ მაშინ აი არ ვიცი ან შე როგორ უყურებ, ან თანამედროვე ფილოსოფია როგორ უყურებს ამას, რომ რატომ უნდა ვიყო მე ამ აღქმების ყველაზე მაღალ საფეხურზე, რატომ უნდა მქონდეს მაგის წარმოდგენა? იქნებ შეიძლება არსებობდეს ესეთი საფეხურები კლასიკური გაგებით, რომელშიც მე უბრალოდ შეიძლება სულ რაღაცა მეშვიდე საფეხურზე ვარ და არსებობს მილიონი საფეხური. ანუ რა ვიცი, ბევრს რომ ვილაპარაკი ამაზე სხვადასხვა მიმართულების პროფესიის ადამიანებთან. ბევრი უმეტესობა ყოველს რატომაც მიეჩნია, რომ ის შეიძლება ეს რაღაცა ყველაზე მაღალი საფეხური არ იყოს ადამიანის გონება, მაგრამ ჩვენ მაგას ვწევით, რომ ანუ მე რომ ამიხსნა ანუ ადამიანს რო ხსოვ, მაინც გავიგებ ყველაფერს რა. ანუ არსებობს რაღაცა, რომელსაც ესე ჩემი ტუნი შეიძლება ვერ კითხულობს, მაგრამ აი პირობითად ძალიან მარტივად დავყო. რაღაცა Z ცივილიზაცია ჩამოვიდა ადამიანებზე ამიხსნა. მაინც გავიგებ მეუნებიან და მე ვარ იმ ადამიანების კატეგორიაში, რომელიც ფიქრობს, რომ გამორიცხულია რა, რომ ანუ რაღაცა, ანუ არსებობს ესეთი რაღაცა, რომელსაც მე ვერ გავიგებ იგივე პრინციპით, როგორც ვერ გავაგებინებ ჩემ ძაღლს. აი ეგ მაინც ეს ეხა შეხედულება ეს გრადაციულობა რა. ეგ ისედაც ძველი იდეა, ხო? ეს შუა საუკუნეების ფილოსოფიას რო შევეხეთ, ეს გრადაციულობა, ხო, ქრისტიანულ აზროვნებაშიც არის, ხო, იქ არის უფრო სხვა ტიპის სრულყოფილებებზე, მაგრამ მაინც ხო, რომ ეს ყოფიერების კიბე არსებობს და ადამიანი არის ცხენზე მაღლა, მაგრამ ანგელოზზე დაბლა და ანგელოზზე მაღლა ღმერთია და ხო. ეხა მე ანუ ძალიან რთული თემაა, ხო და რაღაც კონსენსუსი არ არის ამაზე.
მე უფრო ვიხრები ფიზიკოსი არის, კვანტური კომპუტაციაზე აქვს დიდი კონტრიბუცია გაკეთებული დევიდ დოიჩი. ფიქრობს რომ ეგეთი, ანუ მე რაღაც მაგას ვიზიარებ, ყოველ შემთხვევაში არ მაქვს კაი საბუთი რომ საწინააღმდეგო პოზიცია ეხა მივიღო. რომ არის რაღაცა ზღვარი, რასაც რო გადალახავ, ხო? იქ უკვე რაც არის ახსნადი, შენ შეიძლება ინდივიდუალურად ვერ გაიგო, ეხლა ჩვენ ინდივიდუალურად ბევრი რაცები არ გვისმის, მაგრამ პრინციპულად რაც არის ახსნადი, ჩვენ შეგვეძლება რომ ანუ გავიგოთ რა. ხო, იმიტომ რომ გადალახული გვაქვს ეგ ზღვარი გადალახული გვაქვს. როგორც კი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის, რაც ეხლა ვიცით, ხო, ეს უნივერსალური კომპუტაციის შესახებ, ეს ტურინგის სისრულე რაც თქვი, ეგ საკმარისი არ არის, მაგრამ თუ ეგ სწორია, ხო, მაშინ ის უცხო ცივილიზაციაც კი ისეთ ტიპის მანქანებს და ისეთ ტიპის კომპუტაციებს ვერ გააკეთებს, რაც ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ეგ ერთი ამბავია. ანუ ეს რომ ჩვენ მაგ ზღვარს მივახციეთ, ეს კარგი საბუთია მაგი რა, ეხლა რაც მოვიყვანე. მეორე ასპექტი ამის ის არის, რომ თუ თვითონ კითხვა არის კარგად ფორმულირებული, ხო? გონია, ანუ ეს მისტერიანიზმი, ეს რასაც ამბობ, ან მაგ პოზიციის ისენი, რას იძახიან, რომ არ არის არნანაირი ახსნა ამ საკითხის, რომელიც მე რაღაცა ტიპის გაგებას მომცემს ამ კითხვაზე, რაზეც პასუხი მაინტერესებს. ანუ მაგას იძახს, რომ ვერც ერთი ახსნა ამაზე ან ცნობიერებაზე ძალიან რთული თემაა და როგორც თქვი, ისიც არ გვესმის ხშირად კარგად, ზუსტად რას გითხულობთ, ხო? მაგრამ თუ კითხვა სწორად ფორმულირებადია ზოგადად, მე მგონია რომ ის ზღვარი ადამიანისნაირი ტვინი რა, ვისაც აქვს, ამ მსგავსი, აი ტურინგის სისრულე ვისაც აქვს და ცნებები ვისაც აქვს, რაღაცა უნდა არსებობდეს კარგად ფორმულირებულ კითხვაზე ისეთი პასუხები, რომელიც რაღაცა ტიპის სინათლეს შეიტანს სიბნელეში. აი მაგიტომ აი ეს მისტერიანისტული ის ჩემთვის დამაჯერებელი არა, მაგას იძახიან რომ არა, ანუ არ არსებობს საერთოდ ვერანაირი ინფორმაცია ამაზე შენთვის ნათელს ვერ მოხდენს. აი ეს ევოლუციის აი საფეხურეობრივი არგუმენტი რატომ არა ჩემთვის დამაჯერებელი აგიხსენი იმ ზღვარის ამბავში. მაგრამ ხო, უნდა ასევე ეპისტემურად თავდაბლები უნდა ვიყოთ, ჩემ სპეციალური ეპისტემოლოგია და ხშირად წერ ხოლმე ეპისტემურ თავდაბლობაზე, ასევე ეპისტემურად თავდაბლები უნდა ვიყოთ ორივე მხარეს, ხო, ესეც საკითხები არ ვიცით და გონება გახსნილები უნდა ვიყოთ და ჩვენი ყოველ შემთხვევაში იმას უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ამ მომენტში ძალიან ბევრი რაღაცა არ გვესმის, ხო? და მაგრამ მეთოდოლოგიურად ყველაზე კაია იყო ოპტიმისტი. მეთოდოლოგიური. დევიდ დოიჩს აქვს ასევე ეს ოპტიმიზმის პრინციპი და ფიქრობს, რომ ყველა ტიპის რაც არის ახსნა სამყაროში შეგვიძლია იმის ახსნა, ხო? ეგ ეხა ძალიან სპეკულაციური თემებია, ეგ არა ისეთ საკითხი, რომელსაც დაამტკიცებ მათემატიკურს, მაგრამ უნდა ვიყოთ ეპისტემოლურად თავდაბლებიც, მაგრამ ასევე ოპტიმისტებიც, რომ გაგება შეგვიძლია. სანამ ძალიან დიდ რესურსს არ ჩავდებთ, ასევე არ დაგვავიწყესებ ბოლოს ვიტყვი, რომ მეცნიერება, თანამედროვე მეცნიერება ეგეთ დიდი არ არის. ხო? რამდენიმე ასწლეულობს იცვლის, ასე რომ ჯერ ძალიან ახალია ეს საკითხები. კი. ხო, აი კალ სეგანს ქონდა ეგეთი შკალასავით ხო ქონდა კოსმოსში, თავის კოსმოსში წიგნშიც აქვს და დოკუმენტურშიც არის, რომ კალენდარულ წელიწადს თუ გაწერ კაცობრიობაში მთელი სამყაროს პერიოდს, ხო? იქ რაღაცა ბოლო დღეს იბადება, საერთოდ ადამიანი და მეცნიერება არის რაღაცა ბოლო წამებში რა, ერთი წლის იმას თუ გაწერდა. ხო, ნუ მართლა ეგრეა. ბევრი რაღაც მოვასწარით ფაქტია. და რა ვიცი, ფილოსოფიის მეცნიერების გამოყენებით და უამრავი ადამიანს, რომელიც როგორც ნიუტონმა თქვა, ერთმანეთის მხრებზე იდგნენ. მადლობა, ამდენი ხანი რომ იყავი ჩვენთან, ძალიან საინტერესო იყო და წარმატებები. დიდი მადლობა. მადლობა მსმენელსაც, მაყურებელსაც, რო გვიყურეთ, მოგვისმინეთ. იმედია საინტერესო იყო თქვენთვისაც. ჩვენ შევხვდებით შემდეგ პოდკასტში. დროებით.